პროპაგანდა გულისხმობს პირველ რიგში იმას, რომ ჯერ გაბამენ კონკრეტულ საშუალებაზე და მე იმ საშუალების გავლით გაწვდიან შენ პროპაგანდისტულ მესეჯს. ამდენი ხანი იმეორებ რაღაც ტყუილს, რომ მე უკვე გჯერა. მათ ხო თავარი ის არ არის რა მოხდა. თავარია როგორ ვქმნი ამბავს ამ ყველაფრისგან. როგორ იყენებდა ჰებელს პროპაგანდა რადიოს. პროპაგანდის მეთოდები საერთოა. პროპაგანდის არ აქვს მნიშვნელობა სიმართლეს. დღესაც აქტუალურია და დღესაც ეგრეა. ეგ ქვეთავი აქვს ერთ-ერთი თავის უბრალოდ ფსიქოლოგიაში ამომრჩეველი ბრბო, ეგრე ქვია. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ ალტერნატივა არ გასცდეს. ხო და ეს მესიანისტური მისწრაფებები როგორც წესი ცუდად მთავრდება ხოლმე. ესენი თუ ვერ გაუშვი, არავითარი ალტერნატივა არასოდეს არ გიქნება. პირველ რიგში სამართლიანობა იქედან არ უნდა აღდგეს, სადაც უსამართლო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ეს სიუჟეტი არის ზუსტად კოპირებული რუსულიდან, ოღონდ. თუ ვერ ახშობ სხვების ხმას, მაშინ ქმნი ისეთ პროპაგანდისტულ საშუალებას, რომელზეც სხვადასხვა ჭყიალებით და ფერადებით ბევრ ადამიანს მიიბა. რა არის ფაქტორები, რომელიც პირობითად ქართველ ამორჩეულს ადარდებს? რევოლუციური ცვლილებები, ესეთი გარდამტეხი ცვლილებები საჭიროებს არამხოლოდ მოსახლეობის უკმაყოფილებას, არამედ ისე აზვიადებენ და ისე ბერავენ ამ ყველაფერს, რომ შეიქმნას მათთვის ხელსაყრელი სურათი. საქართველოს მოსახლეობას უყვარს და უნდა რუსეთი არის ტყუილი. გამარჯობა მეგობრებო, ეთერშია გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, გამოგყავით Facebook-ზე, TikTok-ში და Instagram-ზე. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება მონაცემთა ანალიტიკოსი და სტატისტიკოსი ბატონი ცვატა ბერძენიშვილი. გამარჯობა ზურა. გამარჯოს. ძალიან მიხარია შეინახვათ, წლები არ მინახი ხარ, ანუ რასადროდის მე მიხარია ჩამოვცილდი. და რასადროისებთან საუბარი მithumetes სტუდიაში ყოველთვის სასიამოვნოა, იმიტომ რომ მეტნაკლებად ყველა რასადროისელი არის ტერმინი რომ გამოვიყენოთ ყველაფერჩიკი. ხა პროპაგანდაზე რო გადავიდეთ, მინდა, იმიტომ რომ შენ ქონდა გებელსზე და მის პროპაგანდაზე საკმაოდ კარგად დაწერილი, რომ ანუ როგორ იყენებდა გებელს პროპაგანდა რადიოს. რა? ნუ მაშინ ეგ იყო ყველა. ხო, მაშინ ახლა რადიო იყო ყველაფერი, არც ტელევიზია იყო, არც სოციალები იყო, არაფერი, რადიო იყო. რა? და პროპაგანდაზე თუ შეიძლება ვისაუბროთ, ოდ გებელსიდან დავიწყოთ ისევ. ხო, გებელსიდან რომ დავიწყოთ და ზოგადად ნაცისტური გერმანიდან ეგენი ძალიან დახელოვნებულები იყვნენ პროპაგანდაში. საერთოდ სხვა დონეზე აიყვანეს პროპაგანდის ხელოვნება, შეიძლება ასე დავარქვათ და მათი ზოგადად პროპაგანდა მაშინ იყო ყველაფერში, როგორც ზოგადად სხვა ეპოქებში არის დღესაც და მანამდეც, ანუ ყველაფერში იყო პროპაგანდა, მაგრამ რადიო მაგიტო იყო გამოყოფილი განსაკუთრებით, იმიტომ რომ რადიო იყო ის საშუალება, რომლითაც პროპაგანდა ყველაზე სწრაფად და ყველაზე მასობრივად აღწევდა მასებამდე. ეგ იყო, თორემ გაზეთიც იყო ცხადია, სპექტაკლიც შეიძლება დადგმული იყო პროპაგანდისტული და როგორც ბევრი იდგმებოდა ხოლმე მაშინაც. მაგრამ რადიო იყო ყველაზე სწრაფი საშუალება და გებელსის დაკვეთით, გებელსის დავალებით სპეციალური რადიო მიმღებიც კი შეიქმნა, ეგრეთ წოდებული Volksempfänger, რაც არის გერმანულად, ანუ სახალხო მიმღები, რომელიც საბაზროზე იაფფასად იყიდებოდა, ანუ სახელმწიფოს მიერ იყო დასუბსიდირებული და სპეციალურად ძალიან იაფად იყიდებოდა, ხა თვალ საჩუქრად არ რიგდებოდა, მაგრამ ძალიან იაფი იყო, ანუ იმდონეზე იაფი, რომ იმ დროინდელი გერმანიის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ჰქონდა მარტივი და ხელმისაწვდომობა ამ რადიოზე, რაოდენობრივადაც ძალიან ბევრი იყო და ძალიან მოკლე დროში ყველა ოჯახში გაჩნდა რადიო მიმღები. სადაც რა თქმა უნდა გადაიცემოდა ის, რასაც გადაწყვეტდა ხელისუფლება. მაგრამ საინტერესო მაშინ იყო ის, რომ ამ რადიო მიმღებებიდან 24/7-ზე არისმოდა გებელსის, ჰიტლერის, ჰესის, გერინგის და ასე მათი გამოსვლები და პროპაგანდისტული სპიჩები. ეგრეთ წოდებული პროპაგანდისტული სიტყვები, იმიტომ რომ მაშინაც ლოგიკურად საუკუნის ცოტა ნაკლების ხნის წინ მიხვნე ლოგიკურად, რომ 24/7-ზე ადამიანს რო ჩაურთო თუნდაც საინტერესო ადამიანის საინტერესო საუბარი, ნუ ხელში ამოუვა საბოლოოდ. ამიტომ ძირითადად მოსახლეობის მიბმა ამ რადიოზე ხდებოდა
სხვადასხვა გასართობი შოუებით. ნუ შოუ ახლა რამდენად მაშინ შესაძფერ რადიოს შესაძფერისი შოუ იყო. იყო რაღაც კლასიკური მუსიკა, იყო ხოლმე ვაგნერი, ბრამსი, მოცარტი, ბახი, იყო სხვადასხვა ვიქტორინები, სხვადასხვა საინტერესო შემეცნებითი გადაცემები, სხვადასხვა გადაცემები გერმანიის ისტორიაზე, კულტურაზე, ნუ ცხადია პროპაგანდისტული მესიჯებით, რა თქმა უნდა. რადიო სპექტაკლები, გათამაშებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ისეთი რაღაცები, რის გამოც ადამიანები ეჯაჭვებიან ხოლმე, გინდა რადიო იყოს და მერე თუ გინდა მაგის მერე ტელევიზია და სოციალური ქსელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი ამ რადიო გადაცემების ძირითად ბადეს ეს იკავებდა, ანუ უმრავლესობა იყო ეს პროპაგანდისტული მესიჯები შიგა და შიგ შეიძლება რაღაც ტელესპექტაკლსა და ვიქტორინას შორის ჩართულიყო რაღაც გებელსის 10-წუთიანი სიტყვა მაგალითად ან ამ გათამაშებასა და იმ მუსიკალურ საოპერო კონცერტ შორის უცებ გაჩენილიყო ჰიტლერის 20-წუთიანი სიტყვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ამით ხო და პროპაგანდა მაინც და მაინც არ გულისხმობს იმას, რომ შენ 24/7-ზე გაწვდიან რაღაცა მესიჯებს, რომელიც უნდა დაიჯერო. პროპაგანდა გულისხმობს პირველ რიგში იმას, რომ ჯერ გაბამენ კონკრეტულ საშუალებაზე და მე იმ საშუალების გავლით გაწვდიან შენ პროპაგანდისტულ მესიჯებს. პლუს ამას ეს საშუალება რაც უფრო ნაკლები იქნება, მით უკეთესია და რაც უფრო მეტად შეგეძლება მისი კონტროლირება, მით უკეთესია, რომ სხვა არხებიდან სხვა ინფორმაცია არ მიიღოს ადამიანმა და თუ ვერ ახშობს სხვების ხმას, მაშინ ქმნი ისეთ პროპაგანდისტულ საშუალებას, რომელზეც სხვადასხვა ჭყვიალებით და ფერადებით ბევრ ადამიანს მიიბა. ხო, გებადო იმედზე ბრაზილიური თუ რაღაც სხვა სერიალები და გადაცემები და ასე. გადაცემები, მეგაპროექტები, რაღაც შოუები, რომლებსაც მე არ უყურებ ხა დიდად, არ მარტო იმედზე არც ერთ ახსე არ უყურებ, მაგრამ ვინც უყურებს ტელევიზორს შენ და მე არა ვარ კატეგორიაში, რომელზეც გათვლილია ეს პროპაგანდა. დღემდე თავარი წყაროა ტელევიზორი ინფორმაციის და გართობის და ასე შემდეგ, როგორც ანუ შევხედოთ ახლა საქართველოს მარტო თბილისი და რამდენიმე კონკრეტული ადამიანების ჯგუფი ხო არ არის, ხო? ეს არის მთელი ქვეყანა, სადაც არ არის ისე პოპულარული მაგალითად TikTok-ი და Facebook-ი და სოციალური ქსელები. თავარი ინფორმაციის წყარო ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის არის ტელევიზია. ისე ტელევიზორი. პროპაგანდაზე ვსაუბრობთ და ну, სოციქსელების მე განსაკუთრებით აქტიური გახდა პროპაგანდა. მარტო ჩვენ არა ვართ ხა პროპაგანდისტ ხვეპლი, აგერ მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები და იქაც არჩევნების წინ საშინლად გააქტიურებული იყო როგორც Telegram ჯგუფები, ასევე ისინი Twitter-საც იყენებენ, ანუ Twitter-იც და Facebook-იც. ხო, მე Twitter-ს ვეძახი, მაგრამ X ძველებურად მაინც ძველ სახელს ვეძახი, მაგრამ აი პროპაგანდას აქვს უამრავი მეთოდი რა. მათ შორის ახლა ერთი რაც არის რა, რომ ტყუილი შეიძლება გაერიოს 40%, ზოგჯერ შეიძლება 20%-იც კი იყოს. ანუ თუ გახსოვს შენ გერმანიაში თვითმმართველობის არჩევნებში, საკმაოდ ასაკოვანი ხალხი იღებს მონაწილეობას და ყოველ არჩევნებზე ვიღაც კანდიდატი შეიძლება მოკვდეს. გულის უკმარისობით, რაღაც ბუნებრივი მიზეზებით რა. და ერთი ამბავი იყო ჩვენ ქართულ პროპაგანდისტულ არხებზე იმედმა ცალკე სიუჟეტი მიუძღვნა თუ არ ვცდები რომ რაღაც აი ხალხი კლდება და deep state-ის ხელი და ასე შემდეგ რა თან არჩევნებში რომელიც დიდად არაფერს არ ცვლიდა ან გადანაწილებას ესე ვთქვათ პოლიტიკურ ველზე ის არჩევნები არ შეცვლიდა რა მაგრამ პარალელურად ხო რუსეთში დაახლოებით 50-მდე ტოპ მენეჯერია მკვდარი რა ან თავი მოიკახ 2 თუ 3 დღის წინ იყო ერთ-ერთმა ტოპ მენეჯერმა რომელიღაც კომპანიის ახლა არ მახსოვს ვერც გავიხსენებ სომხეთის საკონსულოში იყო მისული და სომხეთის საკონსულოს ტუალეტში საპირფარეშოში მოიკლა თავი რა და საეჭვო გადმოვარდნები მე-12 საათულებიდან ხო და ამაზე საერთოდ არაა საუბარი რა მაგრამ მოიტანენ დაუშვათ რომ აი ორი კანდიდატი მოკვდა გერმანიაში სადღაც ბადენ-ვიურტემბერგში და ოპა აქედან იქნება თემა ანუ თემა ვერ იტყვი რომ შენ ვერ იტყვი რომ ტყუილია რო არ მომკვდა რა მაგრამ ისე აზვიადებენ და ისე ბერავენ ამ ყველაფერს რომ შეიქმნას მათთვის ხელსაყრელი სურათი რომ აი ნახეთ deep state-ი ებრძვის გერმანიაში თვითმმართველობის არჩევნებში რომელი აი
პირობითად რო ვთქვათ, ბავარიაში სოფელ ფილსენში ვინ მოიგებს, მაგარი არ უნდა აინტერესებდეს თავის თავს თუ პატივს ცემს იმ deep state-ს არა და ეხა უთავმოყარეო deep state შეიძლება აინტერესებდეს კი ბატონო. მათ ხო თავარი ის არ არის რა მოხდა. თავარია როგორ ვქმნი ამბავს ამ ყველაფრისგან და როგორ გაწვდი. მე შეიძლება ფაქტები მოგაწოდო მარტო, მაგრამ ისე მოგაწოდო, რომ ეჭვი გაგიჩინო, რომ რამე ხო არ ხდება იქ რაღაცა მართლა ეს deep state. შეიძლება პირდაპირ deep state არ ვახსენო მაგალითად. მაგრამ რამე ხო არ ხდება იქ ისეთი, რომ აი deep state-მა თავის საცეცები გაუშვა და ეს ბადენ-ვიურტემბერგელი საწყალი მოხუცი კლაუსი ხო შეიწირა. ხო, ანუ ამბავს როგორ ვქმნი მაგაზია და რაღაცაზე მინდა რომ ამბავს შევქმნი და მოგიყვები, რაღაცაზე მინდა რომ არ მოგიყვები ხა. როგორ მოგიყვები ხო მაგასაც მნიშვნელობა აქვს დიდ ბრიტანეთში მაგალითად ხალხის ისე რო უჭირს რომ ყვებასა და გათბობას შორის აკეთებს არჩევას ეხლა ზამთარი მოდის და ეგ სიუჟეტები აი ზუსტად ეს კიდე დაუდგებათ ეგ ეხლა შენაც ახსენე ეს ყვება და გათბობა ეს სიუჟეტი არის ზუსტად კოპირებული რუსულიდან ოღონდ რო იცოდე იმიტომ რომ ზუსტად მაქვს ORT-ზე რომელიღაც რუსულ არხზე ნანახი ზუსტად ეგ სიუჟეტი რომ აი როგორ უჭირთ ბრიტანელებს პროპაგანდის მეთოდები საერთოა ახალს ხო არ გამოიგონებენ და ჩვენთან რატო უნდა გამოიგონო ხო მაგრამ ის რომ ადამიანის გაშავება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აპელირებით ეგ ძალიან ცნობილი ფაქტია და პრაქტიკულად სხვა კოპირებები შეგვიძლია ვნახოთ მაგალითებით რუსეთში როგორ მოხდა და საქართველოში როგორ ხდება ის გოგო რო დაიჭირეს ზანუკი ჩრდილელი მამამისი რო ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატია ხო ეხლა ყოველ შემთხვევაში რაღაც არჩევნები როა დეპუტატობის კანდიდატია მაგაზე პროპაგანდის პასუხი იყო ის რომ მამას თავის შვილთან ურთიერთობა დიდი ხანი არ აქვს მის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია ანუ აქედან ფარული ქვეტექსტი რომ ეს გოგო რო ასეთია მამა არაფერ შუაში არ არის და ფსიქიკურ ჯანმრთელობას თურმე მის ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობას აფინანსებდა ხო ეგ არის ზუსტად რუსეთში მე ეგ ისტორია რომ მოვისმინე რაღაცა ის განცდა დამიტოვა რომ თითქოს სადღაც გამიგონია სადღაც მომისმენია და ზუსტად მე გამახსენდა და ამოვქექე ომი რო დაიწყო რუსეთში ეხა გვარები მართლა აღარ მახსოვს იმ პოლიტიკოსის და მისი ქალიშვილის შვილი სამოქალაქო აქტივისტია მამა არის რუსი პოლიტიკოსი და შვილი წავიდა ამ ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებები გააკეთა რაღაც აქციებშიც და ღონისძიებებშიც ჩაერთო უკრაინის მხარდასაჭერად ცოტა ხანი დაჭერილი იყო ეხლა საერთოდ ქვეყნიდან არის გაქცეული და მაშინ რუსული პროპაგანდის პასუხი ამაზე იყო ის რომ ეს გოგო ამ გოგოს მამამისთან დიდი ხანია ურთიერთობა არ აქვს ზუსტად იგივე პასუხი იყო რომ მამამის მისაღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია და ეს გოგო ერთ-ერთი ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი არის დარეგისტრირებული და მკურნალობას გადიოდა იმის გამო რომ თვითმკვლელობის ცდელობა ჰქონდა ანუ პროპაგანდისტული მესიჯები როგორც წესი ერთმანეთს იმეორებს ხოლმე აი ჯერ კიდე გუსტავ ლებონი იყო ესეთი ფრანგი ფსიქოლოგს ვერ დავარქმევდი მაგრამ თუმცა მასების ფსიქოლოგიაზე აქვს დიდი შრომა დაწერილი და ბრბოს ფსიქოლოგიაზე საკმაოდ ესეთი კონტროვერსიული პიროვნება ცოტა კი არა საკმაოდ რასისტიც სეგრეგაციის მოხდეთ ანუ ჰიტლერი და მისი გუნდი ძალიან აქტიურად იყენებდნენ ლებონის მოსაზრებებს ანუ კონტროვერსიულს გულისხმობ იმაში რომ თან ცუდი რაღაცეებსაც წერდა ძალიან სეგრეგაციოს შავკანიან ადამიანებს მოიხსენიებდა არა ადამიანებად არამედ რაღაც გარდამავალ საფეხურს მაიმუნსა და ადამიანს შორის და მსგავსი გამოხტომები ახასიათებდა თან ის გასათვალისწინებელია რომ მე-19 საუკუნის ბოლოს წერდა თუმცა წერდა ისეთ რაღაცეებს რომლებიც დღესაც აქტუალურია და დღესაც ეგრეა ეგ ქვეთავი აქვს ერთ-ერთი თავის ბრბოს ფსიქოლოგიაში ამომრჩეველი ბრბო ეგრე ქვია და მანდ არის ერთ-ერთი მეთოდი აქვს აღწერილი რომ თუ გინდა რომ შენი მეტოქე გააშავო მოწინააღმდეგე რამე უნდა დააბრალო საერთოდ არ არის მნიშვნელობა აქვს არგუმენტაციას თავარი რომ დააბრალო ნაცი ხარ მაგალითად და მე მივიდეს და იმან იმართლოს თავი მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა უკვე პირიქით მაშინ ლებონი ამბობდა რომ თავის მართლება უარესია აი ეხა გეტყვი ერთ მაგალითს პირადად ჩემს რაცა კობახიძე ხო მის რა ქვია დამიწევრი ხარ თელი 2-3 დღე ხო ანუ უყურე ეგ ფაქტი არის როგორი მამალი ტყუინი იცი გადამოწმებადია ყველგან რა იმიტომ არც არ ყოფილა არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა როგორც რაგბისტი არ ყოფილა ცხოვრებაში ან რაღაც რავი ფსიქოლოგი არ ყოფილა არც ეგ ყოფილა რატომ რო ვიყო რა პრობლემაა რა ვიც ათეულში იყო სიისო მე-10 თუ რაღაც ნომერი იყო რა ათეულში 150 მე-10-ულშიც კი არ ვიყავი რა მაგრამ
ანუ ეგ მეთოდი არის, მაგას ქვია surströmming რა. ანუ სკანდინავიური დელიკატესი დამპალი ქაშაყის მეთოდი რა. ოღონდ ეხლა ჩემთვის არანაირი კომპრომატი არ არის, რომ აი რომს ვიყვამ ახალის წევრი, აი იყავი და დაჯექი და კერე, პირობითად რო თქვა ეზე, მაგრამ რეალურად ადამიანებს გაცილებით ცუდ რამეებს აბრალებენ. ნავალნის აბრალებდნენ, ნავალნი ავიღოთ, ალკოჰოლიზმს და ნარკომანობას აბრალებდნენ. ზელენსკიზე ავიღოთ, აი ეს კოკაინშიკი ზელენსკი და რაღაც უამრავი მემეროა გავრცელებული, რომ გახარიაცო კოკაინშიკი გახდა მერე, როცა მაგას გახარია ეგრევე გახდა კოკაინშიკი, როგორც ქართული ოცნებიდან გამოვიდა, ეგრევე გამოვარდა, ჩაიდო კოკაინი და всё, გააყნოსა და მაგის მერე არ შეეშვა. ანუ ეგრევე ეწებება და თან რა არის ხა ჭორის მიკროს არაფერი არ უნდა და შენ მე აბა მიდი უარყავი ეს ჭორი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კიდე რა ხდება ის კატეგორია რომელიც უსმენს იმედს არც ჩემს YouTube-ს მოусმენს, არც სიტყვაზე ჩემს Facebook-ზე შემოვა, რომ გაიგოს აი რა ტიპია საერთოდ ეგ რას წარმოადგენს, აბა როგორ აზროვნებს, იქნებ რაღაცაში ვეთანხმები, არ ვეთანხმები, აი ულაპარაკოდ იღებენ ამ ყველაფერს და ეგა ამათი პროპაგანდის მიზანი. და ესენი არ მუშაობენ შენზე და ჩემზე. ისინი მიმხვდრები არიან, რომ ხო, აი ჭუს გაჩენ საკმარისია, მაგრამ ეს ეჭვი არ უჩნდება იმ ტიპს. გაიგე? გაიგე? ეს ხაშოს ის გოგო დიანა ისაკოვაა და სენატორი ედუარდ ისაკოვი. ისაკოვა, ხო, ისაკოვი და ისაკოვა. ხო, კარგად საკმარისია ეხა თავიდან, მაგრამ ზუსტად იგივე მაგალითი იყო. აი პროპაგანდას დავუბრუნდით, აი ეგ თემა რომ თავარია მოგაკრა, თავარია რაღაცა თქვან, არა აუცილებელი, იმიტომ რომ თან პლუს შეიძლება არც მოგაკრა და გითხო რომ შენ ის ხო არ ხარ? ხო, ნაცი ხო არ ხარ? არა აქვს მნიშვნელობა, მე ის რა ის ანეკდოტის არ იყოს იკითხა კაცმა, ხო, ვიკითხე, მაგრამ ამით მე უკვე ეჭვი გავაჩინე ადამიანებს. კიდე სიტყვა დაელეკე. ეგ კიდე ცალკე მეთოდია სხვა შორის. ცალკე მეთოდია რა, იცი, რამეს ფაქტად არ ამბობენ. არ ამბობენ მაინც და მაინც რომ აი კენედი მოკლა deep state-მა? არა, მაგას არ იტყვიან, წერტილი არ დაისვენ. deep state-მა ხომ არ მოკლა მარია ანტუანეტა და კენედი. რა ხო არ შემოაგდათ. რაღაც ისეც იკითხავენ რომ იკითხა კაცმა, ანუ ხო არ ამტკიცებს და ეგ უკვე საბოლოოდ სადამდე მიდიხარ, იცი? იქნებ დედამიწა ბრტყელია. იკითხა კაცმა, რავი, ხა აქვს თავის ჩემი აზრი მაქვს, ძმაო, რავი, 2+2 რამდენია? 4-7 ჩემი აზრი მაქვს რა და ანუ აქამდე მიდი ანუ პროპაგანდას არ აქვს ნიშნობა სიმართლეს. თავარია რომ ეჭვი გააჩინონ სიმართლის არსებობაში და მე თან 2 დღის მერე არ აინტერესებს ახლა შენ დააკვირდი ახალ ამბებს, ახალი ამბები როგორ ტრიალებს რა. დღესაც ახალი ამბავია, ხვალ უკვე არის აი როგორი თემა იცი გადაღეჭილია, აღარავის არ ახსოვს რა და მორჩა გათავდა. ანუ პირობითად რო აიღო შენ რო რაღაც აი 9-11 ხო 11 სექტემბრის გავსი მასშტაბის დიდი ტრაგედია რომ მოხდეს, ახალ ამბებში შეიძლება გადაფარული იყოს დაახლოებით მესამე დღეს. რაღაც აბსოლუტურად მასშტაბით უმნიშვნელო ამბავით, მაგრამ მაინც გადაიფაროს რა. იმდენად ბევრი ახალი ამბავი ხდება ყოველ დღე რა. კი. ადრე პრობლემა იყო ინფორმაციის მოპოვება ზოგადად. და ეხლა პირიქით, ეხლა არის ინფორმაცია არის ძალიან ბევრი, ზედმეტად ბევრი და თავარი პრობლემა ინფორმაციის გაფილტვა. ხო, სწორი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომელია. და თან პლუს ეს პროპაგანდის არხები კიდე აი ძალიან ბევრია რა, ეგრევე ვერ იტყვი მარტო ტელევიზიაზე არიან. არა, თავარი ეგ არის, თორე პროპაგანდის არხი არის ყველგან, ყველაფერში. შეიძლება მარშრუტკაში ვიღაცა ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსში, მეტროს ვაგონში ცოტა ხმაურია, მაგრამ შეიძლება ავტობუსში ვიღაცამ თქვას, რომ რა რაღაცა ის გეი ხო არ არის პოლიტიკოსის შემთხვევით რაღაცა მაგის მანერები არ მომწონს. ეგეც არხია ერთგვარი პროპაგანდის. რომელიც დარწმუნებით არაფერს არ ამბობს, არის ჩვეულებრივი გამვლელი, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც თავისი აზრი გამოთქვა. კითხვა დასვა, იკითხა კაცმა. მაგრამ ვიღაცა, ხა შეიძლება ბევრზე გავლენა ამან ვერ მოახდინოს, მაგრამ ვიღაცა დააფიქრა, ვიღაცა დააეჭვა, ვიღაცა რო ეჭვობდა, ის ეჭვი გაუმყარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ არხები შეიძლება იყოს უამრავნაირი. დაწყებული ინდივიდუალურიდან, რომელიც არის ავტობუსში ან სამეზობლოში ან რაღაცა უბა ბირჟაში იკრიბა 10 კაციანი და იქ ვიღაცამ რაღაცა თქვა, დამთავრებული სატელევიზიო სიუჟეტით, გადაცემით და ესეთი მყვირალა სათაურით და დაძაბული მუსიკით. ხო, აი ჩვენ რო ვისაუბროთ მაგალითად ახლა არგენტინის საფეხბურთო ნაკრებზე და მის პერსპექტივებზე მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2026-ში. ჩვენ მაინც არგენტინის ფანები ვართ და მაგიტო რომ მაყურებელს გასაგები იყოს, მაგიტო ვახსენებ არგენტინის ნაკრებს. მაგალითად ვინმემ რო ეხა ეს და ჩაიწეროს ეს საუბარი, როგორც ეხლა იწერება და ჩვენი ხმები ცოტა დაადაბლოს და ცოტა დაძაბული მუსიკა დაადოს,
აუცილებლად გააჩენს განცდას, რომ ესენი რაღაცა შეთქმულებაში იღებენ მონაწილეობას. მაგალითად მესის აფეთქება უნდა თან რაღაცა მსგავსი, ხო? ამიტომ ესეთი მეთოდები არსებობს ხოლმე, როგორ უნდა მიაწოდო ადამიანს ინფორმაცია, ხო? თუ პირდაპირ ჩვეულებრივად მიაწვდი, ან რაღაცა დაძაბული მუსიკით, შესაბამისი განათებით, შესაბამისი ხმის ტემბრით, ზოგადად ჩვენს ჟურნალისტებზე ზოგადად შემიმჩნევია ხოლმე, არა მხოლოდ რომელიმე მიმართულებით, რაღაც აპოკალიფსური ხმის ტემბრით რო გაუწყებენ ხოლმე ინფორმაციას. ერთხელ უყურებდი რაღაც საინფორმაციოს თბილისის მოდის კვირეულზე ლაპარაკობდა წამყვანი და ძალიან დაძაბული მიჯექა. ისე დაძაბული ლაპარაკობდა, რომ ძალიან დავიძაბე მეც თბილისის მოდის კვირეულზე, რომელიც რაღაც ჩვეულებრივი ნიუსი იყო, არაფერი არც პოლიტიკური იყო, არც რაიმე ექსცესი არ მომხდარა იქ. ამიტომ არის რაღაც პატარ-პატარა ხრიკები და მეთოდები, როგორ შეიძლება ადამიანს მიაწოდო რაღაცა ინფორმაცია, რომ თავში რაღაცები დაელექოს მერე. კი. და ოღონდ ეს ინფორმაცია უნდა იყოს აი განმეორებადი სახის, აი რაც ვაკვირდები. ხო? ერთი და იგივე მესიც მეორებენ, ბევრმა სხვადასხვა წყარო უნდა თქოს და თან ეს პერიოდულად უნდა გაამეორო. პერიოდულად უნდა გამეორდეს აუცილებლად. და აი მაგ მხრივ მგონია, რომ აქეთ ამ ხარეს გაცნობიერებული ეს კარგად არა გვაქვს რა, ან ხშირად მსმენია რა, იცი რომ აი მე კი ვიძახი ამას რა, აი სიმართლეს კი უხსნი თქვა ჩემ მეზობელს თუ მეგობარს ან რაღაცას წერ Facebook-ზე თუ TikTok-ზე ვიდეო ჩავწერე, მაგრამ ნუ რა აზრი აქვს რა და აქ მე მიჩნდება კითხვა რომელზეც ერთმა ჩემმა მეგობარმა დამამფიქრა, ჩემთაც არ გამჩენია რომ კი მაგრამ თუ კი ისინი იმეორებენ ამ თავის ნათქვამს, შეიძლება აქვს აზრი შენი მხრიდანაც რომ გაიმეორო სიმართლე რა, ანუ იმას თუ ტყუილის თქმა არ უჭირს, შენ რატომ უნდა გიჭირდეს თქმა რომ რაღაც deep state-ი და რაღაცა რო არის სისულელე და ბოდოა რა სიტყვაზე. მაგრამ deep state-ს ვინც იძახის მე ანუ ბევრს რაღაცებს ვიცნობ ახლა და მათ ინტელექტზე ისეთ წარმოდგენა მაქვს რომ ცხადია თვითონაც არ ჯერათ ამ ბოდოს, უბრალოდ მუშაობენ. მათ სამსახურია ეგ რომ თქვას რომ ჩვეულებრივად გუშ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ტიგრან კეოსაიანი რა, ცნობილი რუსი პროპაგანდისტი, ასევე ცნობილი რუსი პროპაგანდისტის მარგარიტა სიონიანის ქმარი. ასევე ხა ჯერჯერობით ცოცხალია და მიყავს თავის გადაცემები ვლადიმირ სოლოვიოვს. შენ რომ განახავ 90-იანებში, როდესაც სიტყვის თავისუფლება მართლა იყო რუსეთში და რუსეთის ადამიანები თავისუფლად გზომდნენ თავს და გაყიდულები არ იყვნენ, ესენი როგორ საუბრობდნენ და რას ლაპარაკობდნენ, ძალიან ადვილად მიხვდები, რომ აი შანსია რა, ეხლა დასულმა ადამიანმა, რომელიც ჩამოყალიბებულია და რაღაც თავისი აზრები 90-იანებში გააჩნია და ეს აზრები აი კარდინალურად სრულიად განსხვავდება და დღეს ამბობს, გასაგებია რომ უკვე ყველაფერი აიხსნება იტალიაში 2 ვილის არსებობით და მოსკოვში რაღაც 200 კვადრატულიანი ბინის რა, ანუ მეც არ მჯერა რომ ამ ხალხს ეს ყველაფერი რასაც მოსახლეობას თავს ახვევენ, თავად ჯერა. მათ აქვთ ბრწყინვალე განათლება, მათ აქვთ უამრავი საშუალება რომ ინფორმაცია გადაამოწმონ, გაფილტრონ, მაგრამ ნუ მათ ახლა წმინდა მერკანტილისტურად სამსახურია. აწყობთ. მათი სამსახური. ჩვეულებრივი სამსახურია რა. ეგრე უყურებენ ყოველ შემთხვევაში თვითონ. ნუ შედეგები ჩვეულებრივი არ არის მე მაგ სამსახურის და ძალიან მძიმე და სავალალოა ბევრი ადამიანისთვის ეს შედეგები მათი სამსახურის, მაგრამ თვითონ ეგრე ხედავენ, რომ მათი შემოსავლის წყარო არის ეგ. მე თან როგორ არის, იცი? ფსიქოლოგიური მომენტია. კოგნიტური დისონანსი გემართება მე, აი თქვათ, როცა ევროპაში განათლება მიღებული მაგალითად, იქ ცხოვრობდი, იქ მუშაობდი და აქ მე გიწევს იძახო რომ ევროპა ცუდია. როცა შენი თვალით გაქვს ევროპის სიკეთეები ნანახი, ხო? ამ დროს გაქვს კოგნიტური დისონანსი. ერთის მხრივ იცი რომ ევროპა კარგია, საკუთარ თავზე გაქვს ეგ გამოცდილი. კარგი კიდე ერთ ხაზგაუსვამ არ ნიშნავს იდეალურს, რაღაცები შეიძლება არ მოგწონდეს, ცხადია, მაგრამ იცი რომ იმაზე კარგი არის, ვიდრე ახლა აქ არის და ვიდრე რუსეთი გვთავაზობს, ხო? და მეორეს მხრივ აქ იძახი რომ ევროპა ცუდია და ბრყნის და გვაფუჭებს, ხო? დიდი ხანი ამ კონდიციაში ვერ გაჩერდები. საბოლოო ჯამში რომელიმე მხარე უნდა აირჩიო და მე ხდება საინტერესო მომენტი, რომ იწყებ მართლა იმის დაჯერებას, რომ ევროპა ცუდია. როცა შენ თვითონვე გაქვს გამოცდილი მისი სიკეთეები, ეს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მომენტია. ანუ იმდენ იმეორებ რაღაც ტყუილს, რომ მე უკვე გჯერა ამს. იმდენ იმეორებ ამ ტყუილს, რომ მე შენი ფსიქიკა ვერ ძლებს ამ კოგნიტური დისონანსის მდგომარეობაში დიდხანს.
საბოლოო ჯამში რაღაცა სიმშვიდეს უნდა მიაღწიოს და სიმშვიდეს მიაღწიოს ან იმით რომ უნდა თქვა რომ არ გამოხვიდე და თქვა სიმართლე რომ ევროპა კარგია მე ვიყავი იქ ეს იყო საკუთარ თავზე გამოცადა სიკეთეები ან რაღაცნაირად დაავიწყო შენ ტვინს რომ ევროპა კარგია და თუ რამე ცუდი იყო შენი ყოფნის განმავლობაში ის წამოატივტივო წინა პლანზე მეხსიერებაში და დააჯერო მართლა საკუთარი თავი და დააჯერო რომ ევროპა ცუდია კი და მე რომ ამის პროპაგანდირებას ვაკეთებ, კარგ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ მხოლოდ მე მოსახლეობასაც კარგ საქმეს ვუკეთებ ამით. მოდი ფსიქოლოგიის ხედავ შევხედოთ, იმიტომ რომ შენ განათლებით მაინც ფსიქოლოგი ხარ და ამ სტატისტიკასაც ფსიქოლოგიის სტუდენტი. ხო, მაგრამ ხე კარგად მიიღე განათლება ყოველ შემთხვევაში და აი ფსიქოლოგიის კუთხიდან რომ შევხედოთ რა, არსებობს სხვა თეორიები, რომელიც პირობითად ხსნის არა მარტო იმას, რატოა პროპაგანდა ასეთი ეფექტიანი. ანამედ ხსნის, რომ რატომ უჭირს ადამიანს სხვა აზრის მიღება, მაგალითად დენ-კაანის თეორია არსებობს კოგნიტიური იდენტობის თუ არ ვცდები, ანუ როდესაც შენი იდენტობის, შენი რაობის ნაწილი ხდება ის, რაც დაგაჯერეს. ანუ აი პროპაგანდა პირობითად მოდი ახ შევეშვათ deep state და რაღაცებს, პირობითად ხარ გერმანელი ჯარისკაცი 1941 წელს და დაგაჯერეს, რომ სლავური რასა არის ქვემდგომი რასა. ხო, უნთერმენშები არიან, შენ ხარ უბერმენში. ხო? და ანუ კი ხედავ რომ რავი ჩვეულებრივი ხალხია, შეიძლება ბრწყინვალე გერმანულად საუბრობს, რავი ბეთჰოვენს და ბრამსს უკრავს, შენზე უკეთ და ასე შემდეგ, შემავში არც საერთოდ არც სმენია ეგენი. მაგრამ შენი იდენტობის ნაწილი გახდა უკვე ის, რომ ეს არის შენზე დაბლა მდგომი და შენ არგუმენტებს არ იღებ. ანუ შენ ტვინი, რასაც გეუბნება, იმას აღარ იღებ, იმიტომ რომ შენ ტვინის და არსის ნაწილი გახდა ეს პროპაგანდა, რაც შენ დაგაჯერეს რა. ამიტომ უჭირთ ადამიანს, აი დაუდებ ხო ფაქტებს, რომ რაღაც აი დავუშვათ, ეხლა არის ყველაზე ისეთი თემა, რაც აი უბრალოდ ვერ უარყოფ, ხო? კორუფციის თემა. ხო? ტიპები, რომლებზეც ჟურნალისტები 5 წელიწადია იძახიან, რომ ეს ფულს იპარავს, ყველანაირი ეჭვი არსებობს და საფუძველი იმის, რომ დავასკვნათ, რომ ეს ამ ტენდერებს რომ ისა იღებს, იმიტომ იღებს, რომ ლილუაშვილი არის მისი შვილის ნათლია, ხო? ბიჭი კოპაიკიძის საქმეზე ვამბობ. იგივე ჯუანშერ ბურჭულაძეზე, რომელზეც ასევე სტატიები კეთდებოდა და ჟურნალისტური გამოძიებები. ხო? ჯერ ხომ მთელი ქართული ოცნება მასე უარყოფდა. ეხლა გამოძიების ერთი გაქცეულია და ოფიციალურად ანუ ორდერი გაცემულია, მეორე პატიმრობაშია ბურჭულაძე და აი ამ დროს ახლა შენ რომ მიხვიდე ქართული ოცნების მომხრესთან, ჩვეულებრივ მომხრესთან, რომელსაც არ აქვს რაღაც პირდაპირ ფულადი დაინტერესება, ანუ რაღაც ჯერა ქართული ოცნები. და რომ ეუბნები, რომ აი შეუჯახაშენებულო. ესენი ხომ გამოკვლეული იყო ეს ყველა თემა და გამოძიებული. რატომ არ დადგა გამოძიების საკითხი 5 წლის წინ? ეხლა რატო დადგა, ხო? ანუ გამოდის რაღაც არასწორად ხდებოდა ქვეყანაში. ერთ საკითხში თუ რაღაც ცუდად ხდება, შეიძლება სხვა რაღაცაში ცუდად ხდებოდა. ვერ გადაარწმუნებ. მე გეტყვი თუ გინდა მაგაზე პასუხს, რაც მომისმენია მე თვითონ. მე ვიცი რომ კორუფცია არის, მაგრამ იმათ მირჩევნია ესენი. აი გარი პასუხი. ანუ ვიცი რომ ესენი ცუდები არიან, არ არიან. ყოველ შემთხვევაში კონკრეტული ქართული ოცნების მომხრის პასუხს გეუბნები. ვიცი რომ ცუდები არიან, ვიცი რომ კორუფცია არის, ვიცი რომ მარტო ეგენი კი არა სხვებიც იპარავენ, რაღაცა, მაგრამ იმათ ესენი მირჩევნია. კაი, მაგრამ ეს იმათ ესენი მირჩევნია ყველაფერზე ხო ვერ იქნება პასუხი. პროპაგანდას მან მარტო პროპაგანდაზე არ არის. ზოგადად ადამიანები ვართ მიდრეკილები, რომ უფრო მეტად პირველ რიგში შევამჩნიოთ და მე მივიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს არსებულ რწმენებს ეთანხმება. Confirmation bias. ხო, რომელიც ჩვენ არსებულ რწმენებს არ ეთანხმება, ისინი დავტოვოთ ყურადღების მიღმა, ანუ რაც მე მინდა რომ ჯეროდეს. მაგალითად, თუ კი მე ვარ სიგარეტის მწეველი, ერთის მხრივ ვიცი რომ მოწევა ცუდია და არ უნდა მოუწიო, მაგრამ ვიძახი რომ აი რა ვიცი, ჩემი მეზობელი ჯუმბერი მთელი ცხოვრება ეწეოდა და 110 წლის მოკვდა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ რადგან შენ გაწყობს
ჭყალებში რომ ეს წეველობა არ იყოს ცუდი, შენ ამჩნევ შენ მეზობელ ჯუმბერის, რომელიც ეწეოდა და 110 წლის მოკვდა, მაგრამ შენი ყურადღების მიღმა რჩება მილიონობით ადამიანი, რომლებიც ეწეოდნენ და ამით საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნეს. ანუ სხვა მეზობელი, რომელიც ფილტუშკიბოთი მოკვდა, იმას არ იმჩნევ. კი, გაცილებით მეტი, ხო? იგივეა მაგალითად ჩემთვის ძალიან საყვარელი თემა ასტროლოგია მაგალითად, ხო? ასტროლოგიური პროგნოზები, რომ თხის რქებს რაღაცნაირი დღეელით, მაგალითად მერკური შევიდა რაღაცის ეტლში, რა ვიცი. ხო, იქ რო წერია ბევრი რაღაცა, შეიძლება, რა ვიცი, 10 წელიწადში ერთხელ რაღაცას დაემთხვეს, რაღაცა წინასწარმეტყველება რაღაცას რეალურს დაემთხვეს და ამბობ, რომ აი თუ არ მუშაობს ასტროლოგია, მაგრამ იმ 1000-დან 999 რო არ დაემთხვა, მაგას ყურადღებას აღარ აქვს. მე ძალიან მეცნობა ხოლმე ქართველი ეს წინასწარმეტყველები რო არიან ხოლმე სხვადასხვა ადამიანები, ხა სახელებს და გვარებზე არ შევჩერდები, მაგაზე სულ ხუმრობ ხოლმე, რომ აი საშუალო დონეზე პოლიტიკაში თუ ვინმე ერკვევა, კაი წინასწარმეტყველი დადგება იმისგან. იმიტომ რომ რაღაცების წინასწარმეტყველება შეგიძლია წინასწარ და 1000 რაღაცას რო დააბრეხვებ და იქიდან 7 გამართლდება, ხო, თუ მე მინდა დავიჯერო რომ ზურა არის კარგი წინასწარმეტყველი, იმ 7-ზე გავაკეთებ აქცენტს, მაგრამ დანარჩენი 993 დარჩება ყურადღების მიღმა. და ახლა შენ გითხოვს რომ მოუბრუნდეთ ის ინფორმაციები, რომლებიც მოდის ჩემამდე, ეგ სხვათა შორის მარტო რომელიმე მხარეს არ ახასიათებს, ეგ ზოგად ადამიანური თვისებაა და ხელისუფლებაა, ოპოზიცია, ხელისუფლების მხარდამჭერია თუ ოპოზიციის მხარდამჭერია, ყველას ახასიათებს. ეგ რომ იმ ინფორმაციას უფრო მეტი ყურადღება მიაქციო და უფრო მეტად მიუშვა შენამდე, რომელიც შენში მანამდე არსებულ რწმენებს და განწყობებს თან ხვდება. მაგ შეცდომას ყველა უშვებს. არ არის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პრობლემა. და სხვათა შორის გარკვეულწილად შეიძლება იყოს განათლებასთან კავშირშიც, მაგრამ აბსოლუტურად არა. მაინც და მაინც, ანუ შეიძლება ძალიან განათლებულ ადამიანსაც დაემართოს იგივე. განათლებასთან კავშირით პირადად ჩემი გამოცდილებით დიდად ვერ ხედავ, იმიტომ რომ ანუ განათლებაში შენ თუ გულისხმობ უმაღლეს განათლების შესახებ დიპლომს, არა, ეგ საერთოდ არა განათლება. პირიქით, უმაღლეს განათლების დიპლომი ხშირად ამ ადამიანებს ამყარებს შეცდომაში, რომ აი რაღაც მე განათლებული ადამიანი კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა მაგალითად ჩვეულებრივად სჭირს განათლებულ ადამიანსაც და პლუს ახლა აი ფსიქოლოგიური კუთხიდან მართლა რომ იდენტობის ნაწილი ხდება, შეიძლება ეგ გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს რა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიას განათლება ხო პრინციპში ვერ ჩაანაცვლებს და ვერ შეცვლის რა. გაცილებით ღრმადაა ეგ ყველაფერი შენში რა. ეხლა უამრავი კარგი ექსპერიმენტი არსებობს, რომელიც პირობითად ეშის ექსპერიმენტი გვანახებს, რომ კონფორმიზმისკენ ვართ მიდრეკილი, მილგრემის ექსპერიმენტი გვანახებს, რომ ავტორიტეტის და მორჩილებისკენ ვართ მიდრეკილი. როცა პასუხისმგებლობა სხვაზე არის, როცა პასუხისმგებლობა სხვაზე არის. კი, ნუ ზიმბარდოს ექსპერიმენტი საერთოდ დროზე ადრე შეწყდა და გვანახებს, რომ როგორც კი მცირე ავტორიტეტი ეძლევა ადამიანს, ის საბოლოო ჯამში თავის ყველაზე ცუდ თვისებებს ავლენს და ამ ავტორიტეტსაც იყენებს ძალიან ცუდად, ესე ვთქვათ რა, და ბევრი რაღაც აქ შეესაბამება ჩვენ რეალობას. როგორც ლორდი ექტონი ამბობდა, ძალაუფლება ხრწნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად ადამიანს. კი ბატონო. ეხლა ჩვენ სიტუაციას დავუბრუნდეთ, ანუ რეალურად ქვეყანაში არის საკმაოდ ცუდი სიტუაცია, არაფერია დაწყნარებულ არც ერთი კუთხიდან, როგორც უნდა შეხედო, გვაქვს, როგორ გითხრე, ესეთი დუნე პროცესი, რომელიც უბრალოდ აი პოტენციალი ძალიან დიდი აქვს აფეთქების, ხო, ან ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაცა მოხდეს, ხო? ეხლა ეს რაღაცა ძალიან ფართე ხო, არა, ეხლა 4 ოქტომბრის თარიღია ჩამოკიდებული, პირობითად რო ვთქვათ, მაგრამ მეორე მხრივ, ანუ ქართული ოცნება ცდილობს ისე მოიქცეს, რომ არაფერი არ ხდება, რა. და შენი შეფასება მაინტერესებს არა მარტო, ვთქვათ, ქართული ოცნების პირობითად, რა. ზოგადად სიტუაციის რა მდგომარეობაში ვართ, რა მოგვიყვანა აქამდე და თან შენ ოპოზიციის მიმართ კრიტიკული ხარ და მოდი, მაგრამ იყავი ოპოზიციის მიმართ კრიტიკული. არავითარი ის არა. მეც აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. არც ყოფილვარ არასდროს რესპონდენტი მიირჩევნია, ვიცი რომ თავისუფალი ხარ და მიირჩევნია რომ აი ბოლომდე იმაპარაკო ამ თემაზე. ჯერ ერთი მე ვარ ძალიან პესიმისტი. ზოგადად ამ გინდა 4 ოქტომბრის თარიღი ავიღოთ. და რევოლუციური სცენარის მიმართ, რომ რაღაცა გადატრიალება მოხდება გულისხმობ მშვიდობიანი.
არა ზოგადადაც გინდა მშვიდობიანი ვიგულისხმოთ, გინდა არა მშვიდობიანი ვიგულისხმოთ, ზოგადად ძალიან პესიმისტურად უყურებ ამას, იმიტომ რომ ეს რევოლუციური გადატრიალებები, მათ შორის საქართველოს ისტორია, რევოლუციური ძვრები გულისხმობ, მათ შორის ქართულ სივრცეშიც, არა ქართულ სივრცეშიც ჩნდება ამ რევოლუციური ძვრებისთვის არ არის საკმარისი არსებული ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება. ხო, მაგრამ აი მაინც ერთ წამით აი მაგაში მე უბრალოდ საწინააღმდეგო პოზიციაზე ვარ. ანუ როგორ განსაზღვრო შენ როდისაა საკმარისი როდისაა საკმარისი უკმაყოფილება? ხო და უკმაყოფილება არასოდეს არ არის საკმარისი. მეორე მხარე აქვს მაგას, უნდა ხედავდეს ალტერნატივას. აი შევარდნაძე მაგალითად 2003 წელს რომ მოხდა ვარდების რევოლუცია, შევარდნაძე მაინც და მაინც 2003 წელს კი არ გამხდარა ოდიოზური ფიგურა და მანამდე ხალხს დედამთვარე ამოსდიოდა. წლების განმავლობაში იყო ძალიან დიდი უკმაყოფილება, მაგრამ როდესაც დაინახეს ალტერნატივა, მაგიტომ მოხდა ის რაც მოხდა. 2012-ში ხა რევოლუცია თავი კლასიკური გაგებით არ მოხდა, მაგრამ დიდი და მნიშვნელოვანი ძვრა იყო, ხო? ხელისუფლების შეცვლა. სააკაშვილის და მისი გუნდის და ნაციონალური მოძრაობის მიმართ მაინც და მაინც 2012 წელს კი არ გაჩენილა ამომრჩევლის უკმაყოფილება, რომელმაც გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. მანამდეც იყო, თან წლების განმავლობაში, მაგრამ როდესაც გაჩნდა ალტერნატივა, მაშინ მოხდა ეს რევოლუციური ძვრა და ეხლა არსებობს ეგ ალტერნატივა. მოიცა, აი, თავარი კითხვა. ერთ წავით, აქაც შეგაჩერ მოდი უფრო პოლემიკის სახე ქონდეს აი ამ ნაწილს რა. ხო. ალტერნატივაზე ვლაპარაკობ. უყურე. ეს ხელისუფლება, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ ალტერნატივა არ გაჩნდეს. ეხლა ჩვეულებრივ საუბრებშიც ან რაღაც Facebook-ზე მოუწერიათ ძალიან ბევრ ადამიანს, რომ აი რაღაც რატო არ ქმნით ახალ ალტერნატიულ ძალას. ესენი არ გაძლევენ საშუალებას, რომ შექმნა რამე ახალი ალტერნატიული ძალა. არ გაძლევენ საშუალებას. არც თავის პროპაგანდით, იმიტომ რომ როგორც კი შენ ქართულ ოცნებას რამეში არ ეთანხმები, ეგრევე ყველა იარლიკს გაწებებენ. ეგრევე ხდები. ნაცი, შმაცი, ყველაფერი. რაღაცას მეც მომიფიქრებენ. რაც შეიძლება წარმოგვენაც არ კი, ანუ უყურე, თავად ხო ყავთ, აი, თავად ყავთ ტიპები, სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილე იყო გივი მიქანაძე. დღეს არის განათლების მინისტრი. ხო? ადეიშვილის მოადგილე იყო. ორგზის ნაცმოძრაობის დეპუტატები იყვნენ, ორგზის ოცნების დეპუტატები არიან. ესეთი ტიპები ყავთ და რაღაც გივით არგამანისთან ხელგაყრილი იყო ბექაუდიშარია და ეს ტიპი დღეს არ არის თურმე ნაცი და რაღაც ცვატა უეცრად გახდება ნაცი. როგორც ხო და ანუ უყურე აქ რა ხდება ალტერნატივას თავადვე უთხრიან, თავადვე ებრძვიან იმას, რომ ნებისმიერი ალტერნატივა გაჩნდეს. ანუ მე მგონია ეგაა ახლა პრობლემა, რომ ალტერნატივა ვერ გაჩნდება ამ ხელში. მე შეიძლება დაგეთანხმო მაგაში, მაგრამ იმას იმ ნაწილში ეგ არაფერს არ ცვლის, რომ საზოგადოება ვერ ხედავს ალტერნატივას. ხო, მაგრამ რამდენად ჭირდება უკვე საზოგადოებას ალტერნატივა და რამდენად უფრო შეიძლება და ანუ ესენი გაუშვათ და რამე იქნება, ესევე არ მგონია. ამათი გაშვების გარდა არაფერი იქნება თქო. ანუ ჩემი პოზიცია ისაა, რომ ესენი თუ ვერ გაუშვი, არავითარი ალტერნატივა არასოდეს არ გექნება. პირობითად რო ავიღოთ, აი ალტინფო რომ მინდოდეს ალტერნატივა, რომელიც ძალიან სწორი რაღაცების საუბარი დაიწყეს ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ოცნებამ პირდაპირ მიისაკუთრა ალტინფოს ამომრჩეველი და ეს ხო აღარ ჭირდება. ძალიან სწორი მისი ამომრჩეველი დარჩება. ხო, სწორი რაღაცების თქმა დაიწყეს და ლაპარაკი, მაგრამ ალტინფოს რომ მივადგე და რო თქვა რომ აი თქვენ ახართ ჩემი ალტერნატივა და გადამჩენელი, ალტინფოსაც კი იტყვიან რომ ესენი არიან ნაცები და ჩვენ ვართ ერთადერთი ალტერნატივა ჩვენ ვართ და მან ერთი პრობლემა აქვს. მან შემოდის კიდე ერთი პრობლემა მოსახლეობის ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი მესიანისტური მისწრაფებები. ჩვენ თუ ამას ვანაცვლოთ, უნდა ჩავანაცვლოთ ვიღაცით, ვიღაცა ერთით. შეიძლება ერთი ადამიანი იყოს, სამკაციანი ჯგუფი იყოს, შეიძლება ერთი მაქსიმუმ ერთი პარტია იყოს, რომელმაც უნდა გადაგვარჩინოს. ხო და ეს მესიანისტური მისწრაფებები როგორც წესი ცუდად მთავრდება ხოლმე. თვითონ იმათვისაც, ვინც იმ მომენტში მესიად არის დახატული. ამიტომ ალტერნატივაში გულისხმობ იმას, რომ ეგეთი მესიაც არ ჩანს არავინ. ხო, მაგრამ ვერ გამოჩნდება ეს მოგეუბნები. ანუ როგორ გამოჩნდება, როცა ეგეთ ნებისმიერ მესიას შეავიწროებენ, უყურე, პირველი შეავიწროებენ პროპაგანდის გზით, მეორე ფინანსურად, ეხლა აი ძალიან სწორად დრო დავალაგოთ. ფინანსები შენ არ გჭირდება იმისთვის, რომ ამორჩეველი მოისყიდო, ფულები ურიგო და ფინანსები ელემენტარულად გჭირდება, რომ შენი ხმა მიიტანო ამორჩევამდე, რომ შეხვდე რეგიონებში ადამიანს, ყველაფერი საბოლოო ჯამში მიდის ფინანსებამდე, ხო, ბენზინი იქნება თუ რავი, ჭადი და ყველი, რომელიც დაგჭირდება გზაში რომ შეჭამო, ხო?
პირობითად, რაც უფრო დიდ პარტიას შექმნი, მით უფრო მეტი ფინანსები დაგჭირდება. ესეც 2x2 4-ია, ამასაც არ უნდა ბევრი ის. ანუ ფინანსების ხრივაც ყველანაირად გზღუდავენ და შეგზღუდავენ. შეეშინდება შენი დაფინანსება რომელიმე ქართულ ბიზნესმენს, ვიღაცას შენთან მოსვლა შეეშინდება საარჩევნო კამპანიის დროს და ასე შემდეგ. ანუ შენი როლი დაყავთ რაღაც სიმბოლურ ოპოზიციამდე რა. და პირდაპირ ზემოქმედება. პირდაპირ შეუძლიათ შენი დაჭერა რაღაც მოგონილი მიზეზი. ახლა ზურა ჯაფარიძე ზუსტად ზის. იმის ზურა ჯაფარიძე, აი რატო უნდა ის? ან ნებისმიერ სხვა, მაგრამ უბრალოდ ზურას მაგალითი რომ მოვიყვანოთ რა. რა ვქნათ, ვიწუწუნოთ მაშინ რომ არა, ვიწუწუნოთ. მაგას გეუბნები, არა, ანუ შენ ხო ამბობ, რომ აი ამაში ვხედავ რა და მე ამიტომ ოპონირება გაგიწიე, თორე მე შენიგანა არ მე შენ გეთანხმები მაგაში რომ ფული საჭიროა, შეიძლება არ მოგცენ მაგის საშუალება, პროპაგანდიცად შეგზღუდონ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის ის მაინც ფაქტად რჩება, რომ რევოლუციური ცვლილებები, ესეთი გარდამტეხი ცვლილებები საჭიროებს არამხოლოდ მოსახლეობის უკმაყოფილებას, არამედ ამ უკმაყოფილების კონვერტირებას ვიღაცაში. ფაქტია, აი ეგ არის დათვლადი მათემატიკა არის, რომ ქართული ოცნებით უკმაყოფილო ადამიანების ხმები არ კონვერტირდება ქართული ოცნების ოპოზიციაში. და ძალიან ბევრი ადამიანის, კონკრეტული ადამიანის თქმა შემიძლია, რომელსაც ქართული ოცნება არ მოსწონს, მაგრამ მიდის არჩევნებს და მაინც ქართულ ოცნებას აძლევს ხმას. ბევრი მიზეზია მაგის გამო. იმის გამო, რომ ოპოზიცია არასწორად მოიქცა ბევრ ამაში. ხა მე ვარ მაგალითად, ოღონდ ამ შემთხვევაში მე გელაპარაკები როგორც რიგითი ამომრჩეველი და არა პოლიტიკის ექსპერტი, რომელმაც თქვა წინა საარჩევნოდ ყველა პარტიის პროგრამა შეისწავლა, ყველა ეთერი, არც ერთი ეთერი არ გამოტოვა და მე ყველაფერი გაანალიზა. მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ პარტიის პროგრამებს ვინმე სწავლობს და რა მნიშვნელობა აქვს. არ ვიცი რას წერენ, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში გელაპარაკები როგორც ამომრჩეველი, ხო? მაგრამ ამავდროულად ამომრჩეველი, რომელსაც რაღაც კვლევებში გამოცდილება აქვს. სხვა მათ შორის პოლიტიკურში, სოციალურში, ეკონომიკურში და ასე შემდეგ. ის ფაქტი, იმის თქმა, რომ საქართველოს მოსახლეობას უყვარს და უნდა რუსეთი არის ტყუილი. ჯერ დავიწყებ აქ ცოტა შორი დავიწყებ. ეგ არის ტყუილი, შეიძლება ვიღაც ტვინგაცხელებული იდიოტები არსებობენ, რომლებიც ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან, რომლებიც რაღაცა რუსეთში ხედავენ ხსნას და ასე შემდეგ, მაგრამ მასობრივად ქართველი ერი არ არის პრორუსი. და ერთადერთი რამ, რაც ასევე დარწმუნებით შემიძლია თქვა, რაც მინახავს ყოველ შემთხვევაში, ბევრი კვლევა მე თვითონ გამიკეთებია და ბევრი სხვისი გაკეთებული მინახავს კიდევ უფრო მეტი, რაც თუ რამე ქართველ ერს არ უნდა რუსეთზე მეტად, ეს არის ომი. ომი არ უნდა, არა, რუსეთიც იმიტომ არ უყვართ, განა იმიტომ რომ რაღაცა თვალები არ მოსწონთ და კანისფერი არ მოსწონთ. რუსეთი რადგან ასოცირდება ომთან, გრევასთან, უბედურებასთან და ასე შემდეგ, ამიტომ არ უნდათ რუსეთი, იმიტომ რომ არ უნდათ ომი. ომი მართლა არავის არ უნდა დედამიწის ზურგზე. ხო, რავი, რატომ უნდა გინდოდეს 1-2 გიჟის გარდა. ხო, გიჟი თუ არ ახარ ომი. 1-2-ან 1-2000, მაგრამ რაც შეეხება ის ბოლო პერიოდში რომ 2022 წლიდან ძალიან აქტუალური გახდა ჩვენთან ომი 2022 თებერვლიდან, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ფართო მასშტაბიან ფაქტობრივად მსოფლიო ომს აწარმოებს თავის მასშტაბებს თუ შევხედავთ, ძალიან აქტუალური გახდა ეს ომის და მშვიდობის თემა საქართველოში. კი, გასაგებია, რომ პროპაგანდისტული მესიჯია, რომ აი მე აქ შევინარჩუნე მშვიდობა და მე თუ არ ვიქნები, ომი იქნება, მაგრამ ქართულმა ოპოზიციამ მთელი ეს ველი, რაც არის აი ომის და მშვიდობის თემა მოუსუფთავა ხელისუფლებას და დატოვა მარტო ამ ველზე მოსახლეობასთან სალაპარაკოდ. არანაირი ქმედითი ნაბიჯები მე რა თქმა უნდა მე არ ვიზიარებ იმას რომ ქართული ოცნება თუ არ იქნება ხელისუფლებაში და იქნება კოალიციური მთავრობა დანარჩენი ოპოზიციის მაშინვე თავით გავეშვებით და დავეტაკებით რუსეთს და ტანკებით შევარდებით ვინა ცხინვალში და ვინა სოხუმში მე მაგის გულწრფელად დამჯერა მაგრამ ის რომ ასე არ მოხდება ამაზე ოპოზიციას მნიშვნელოვანი ძალისხმევა არ გაუწევია მაგას ნუ ვიკამათეთ. წინა საარჩევნო მნიშვნელოვანი ძალისხმევა არ უნდა შეგაწყვეტინო. ერთი წამით უნდა შეგაწყვეტინო, უბრალოდ მე გააგზავნა საუნდი ელემენტარულად შეეძლოთ ამოეღოთ ვანო მერაბიშვილის გამოსვლის ტექსტი 2011 წლის, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობაც 2011 თუ გახსოვს შენ რას ამბობდა რომ რუსული ინვესტიციები კარგია, რომ არავით არის სუდი ამ რუსულ ფულში არ არის, ანუ არავის არ უნდა ომი, ეს მართლა მაგას გეთანხმები რა. არავის ეს უნდა ჩემიეთ ამაზეც უნდა მიეჭირეთ ბოლომდე. რა ხო, და არ მიეჭირეს. ეგ იყო მთავარი შესაძლებლობა. ეხლა ეგ იყო ჩემი ძირითადი სათქმელი, რომ შენ რო ომი არ გინდა, ეს ერთი ამბავია რომ შენ არ გინდა. და მეორეა რომ მე რო შენთან მოვიდე და ხმა მოგცე შენ
მაგაში ეგ უნდა დავინახო და მაგაში უნდა დავრწმუნდე. ის რომ ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ გაყალბებაზე, ხო, რა თქმა უნდა, გაყალბების ელემენტებიც იყო 54% დაიწერეს მე მგონი საბოლოოდ, ხო, საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ რომელიმე კონკრეტული მიზეზით ამ შედეგის ახსნა, აი რბილად რო თქვა ძალიან გულუბრყვილო მგონია, რომ აი მარტო გაუყალბეს არჩევნები და მაგიტომ მიიღეს ეს შედეგი. თორე რო არ გაეყალბებინათ, ხარდაჭერა არ აქვს საერთოდ ქართულ ოცნებას. აი არ არის ეგრე. ხარდაჭერა არ აქვსო, ეგ ტყუილი აქ საუბარია იმაზე, რომ ხარდაჭერასთან დისპროპორციული ხმები მიიღეს, ეგ იყო და ეგ რა. ანუ ხარდაჭერა რეალურად მაგათ 30% ხარდაჭერა მინიმუმ აქვთ რა, ეგ მაგას ვერ ისა და მართლა არიან ადამიანები, რომლებაც ქართულად და არ არის ამ ადამიანების რიცხვი ცოტა და გაზომვადია, რომლებაც ქართულ ოცნებას ხმა მისცეს ზუსტად იმის გამო, რომ სჯეროდათ. ყოველთვის აქ ხო პოლიტიკაში და ზოგადად ცხოვრებაში თავარი ფაქტები კი არა, თავარი არის აღქმები, რაც განაპირობებს მე საბოლოო ჯამში შედეგს, ხო? მათი აღქმა იყო ესეთი, რომ ქართულმა ოცნებამ ისინი გადაარჩინა ომისგან და მშვიდობა შეინარჩუნა ქვეყანაში და არა მხოლოდ მშვიდობა შეინარჩუნა, აგერ 9%-იანი თუ 7%-იანი ეკონომიკური ზრდაც გვაქვს. ხო, აღქმა ესეთია და შენ ამ აღქმას როცა ვერაფერს ვერ უპირისპირებ, მე შედეგი ბუნებრივია რა თქმა უნდა დადგება. მან ლოგიკა უფრო ის კი არ იყო რომ ვერ უპირისპირებ, ანუ მეც ძალიან მე პირადად უპირისპირდებოდი ამ ნარატივს, რომ ომს გვაცილებენ, იმიტომ რომ ეს ომს გვაცილებენ ქართული ოცნების მხრიდან იყო ჭიჭიკია როგორც აცილებდა საფიჩხიას ნიანგების საფრთხეს, გამახსოვრება ეგ ანეკდოტი, რასაკეთებ მაგ ტყეშიო და ნიანგებს ვაფრთხობო და რო ვაფრთხობ მაგით არ არიან. მაგრამ აქ ვერ არისო. აქ იყო უფრო ის რომ ანუ ოპოზიციამ უარი თქვა ამას ჩაბმაზე. კი. გარკვეული მიზეზებით რომ აი რატომ უნდა ვამტკიცო რომ რაღაც ან და ეგ დუმილი რაღაცნაირად გადაითარგმნა მე. არც თუ სასურველად მათთვის. ცუდად გადაითარგმნა, ადლა ლოგიკურად რა, ლოგიკურად არც ერთი ნორმალური ანუ ნორმალური ქართველი ნორმალური ხელისუფლება არავით არ ომში თავს არ დურთავს და არ გადაეშვება. მithumetes ბურჭულაძეა შენი თავდაცვის მინისტრი. ეგ საერთოდ ნონსენსი ხო, ანუ მე არ ომი რო დაიწყო. კი ომი ჯუანჟე ბურჭულაძე ხო გასწრიან თავის საქმეები ქონა რაღაც მაგას შევეშვათ რა მდგომარეობაშია ჩვენი შეერაღებული ძალები და ის რომ კორუფციონერი ყოლია თურმე ამ დროს ჩვენ თავდაცვის მინისტრად და მაგას რა მეორე ფრონტის გახსნას მოთხოვდი მაგ ყველაფერს რო შევეშვათ რა არის ის მომენტი მაინც რომ როგორიც არ უნდა იყოს აი მაკნამარა იყოს თუ რავი ვინც არ უნდა იყოს შენი თავდაცვის მინისტრი საქართველოს რო ხარ შენ რუსეთისთანა მონსტრთან ომს არ დაიწყებ 2008-ს რაც იყო რა ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია ისევ და ისევ რა კობახიძე თავად ამბობდა 2018 თუ 19 წელს რა უბრალოდ დღეს რო სხვა რამეს ამბობს ამაზე პასუხს არავინ არ სთხოვს მას თავისივე ამორჩეველი თორე რეალურად ეს უნდა ემტკიცებინა ოპოზიციას ხალხო რა ომი ის ომი და ხო ნუ გაცილებით აქტიურად უნდა ემტკიცებინათ ეს იმიტომ რომ ამ ტყუილებს აქვს თვისება რომ რაღაც კანში უჯდება ხალხს რა შეერა რა მაგაში მე არ გეწინააღმდეგები შენ რა უბრალოდ სამწუხაროდ ეს არ მოხდა მაგრამ ისევ რომ დაუბრუნდეთ ამ ამორჩეველს ან შენ ხა კლუბებში იყავი დიდი გამოცდილება გაქვს რა თავადაც იკეთებია კლუბები ეს კლუბები შენს ხელში გასულა და შენ ანუ რა არის ფაქტორები რომელიც პირობითად ქართულ ამორჩეველს ადარდებს და ასევე თუ გაქვს რა ინფორმაცია ქართული ოცნების ამორჩეველს რა ადარდებს იმიტომ რომ აი მე ჩემი ხსიერებით შემიძლია გითხრა რომ 90-იან წლებში ყოველთვის პირველ ადგილზე იყო ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ხო ჩემსაც ეს თემაა სოხუმელი ვარ თავად და დევნილი ვარ მაგრამ დღეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ანუ იმდენად როგორ დავიდა ხო წლების განმავლობაში საღ უკვე მე-5 მე-6-ია ხშირად რა ანუ ნახდად არ არის პირველი და მეორე რა თუმცა ათეულები უცვლელია ხოლმე. ათეული უცვლელია. ათეულში ადგილები იცვლება. ხო, ადგილები იცვლება. ეხლა რა თქმა უნდა ტერიტორიული მთლიანობა 90-იანებში უფრო აქტუალური იქნებოდა, უფრო ზოგადად რაც უფრო ცხელია თემამით უფრო აქტუალური. ეხლა მაგალითად მშვიდობა იქნება დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი მოწინავე პოზიციებზე. ეხლა ბოლო პერიოდის კვლევები არ მინახავს, მაგრამ საინტერესო მანდ არის ეგეთი რაღაცა, რომ ზოგადად რა კვლევებიც გაკეთებულა საქართველოში 90-იანიდან მოყოლებული დღემდე მოსახლეობის მთავარ საჭიროებებში სულ იყო შემდეგი თემები, თქვათ, ტერიტორიული მთლიანობა, კრიმინალი, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, უმუშევრობა, დასაქმების პრობლემა და ასე შემდეგ, ანუ სოციალური პრობლემები ბევრი, მაგრამ საბოლოო ჯამში ხელისუფლებები
როდესაც რეალურ პრობლემებს ვერ აგვარებენ, გამოიგონებენ ხოლმე რაღაც პრობლემას, რომელიც არსად არ ჩანს, მაგრამ ფიქრობენ, რომ ადამიანებს ეგ აწუხებთ, მათთვის მნიშვნელოვანი თემა იქნება და ამ მოგონილ პრობლემებთან იწყებენ ბრძოლას. თან ეს მოგონილი პრობლემა რეალურად მნიშვნელოვანი თემა უნდა იყოს ადამიანისთვის, მაგალითად ოჯახის სიწმინდე. ხო, ახლა ოჯახის სიწმინდე ყოველ შემთხვევაში პრაქტიკაში არ ვიცი როგორ ხდება, მაგაზე კამათი შეიძლება, მაგრამ თეორიაში ქართველებისთვის მნიშვნელოვანი თემა არის ოჯახის სიწმინდე, ხო? და იცავენ ამ ოჯახის სიწმინდეს, მაგრამ ვისგან იცავენ, რისგან იცავენ? ანუ ჯერ შექმნიან თითიდან გამოწოვენ პრობლემას და მერე ამ მოგონილი პრობლემის მოგვარება მარტივია. როცა შენ ვერ აგვარებ რეალურ პრობლემებს, ანუ ვერ სთავაზობ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ვერ აგვარებ ტერიტორიულ კონფლიქტებს, ვერ ქმნი სამუშაო ადგილებს, ყოველ შემთხვევაში ხა სახელმწიფომ შეიძლება სამუშაო ადგილები შექმნას, მაგრამ ვერ უწყობ ხელს ბიზნესს იმაში, რომ სამუშაო ადგილები უფრო მეტად შექმნას, მე რაღაცა ხომ უნდა გააკეთო, ხა რაღაცა უნდა გქონდეს სათქმელი. და მე ეუბნები, რომ აი მე თქვენ შვილებს ვიცავ გარყვნისგან. ოღონდ მე თვითონ შევქმენი ჯერ ეგ პრობლემა. რომ გარყნა ემუქრებათ ამ ბავშვებს. ოღონდ სასტიკად ბევრი პედოფილიის შემთხვევები და ფაქტები გვაქვს ჩვენ და სამწუხაროდ და ძალიან რბილი სასჯელები მაგაზე, ანუ რეალურად არაადეკვატურად დაბალი სასჯელია მაგ დანაშაულებს. აი ეგ სამართალი და კანონი და კანონით გათვალისწინებული მუხლების სხვადასხვა სასჯელებისთვის ეგ საერთოდ თემა არის კიდე. ცოტა მე არ ვარ იურისტი, მაგრამ ძალიან დამაბნეველია ხოლმე რაღაცები ჩემთვის, ხო? ანუ არ გულისხმობ დამაბნეველში იმას, რომ ჩვენი მოსამართლეები რა გადაწყვეტილებებს იღებენ. გულისხმობ იმას, კანონში როგორ წერია, რომ რაღაცა მუხლისთვის გათვალისწინებულია პირობითად 20 წლიდან უბადომდე და ყვა შეიძლება ჩამოგივარდეს და რაღაცა იმაზე რო გონია რომ გაცილებით მძიმე დანაშაულია, თქვა 3-დან 7 წლამდე არის გათვალისწინებული. ხო, ანუ მანდაც მე მგონი რაღაცები გადასახედა რაღაცები კვლევებსა დაუბრუნოთ ახლა უბრალოდ. ხო, კვლევებთან დაკავშირებით რაც მინდოდა მეთქვა, არის ეგ რომ საბოლოო ჯამში პროპაგანდასთან მივდივართ ისევ აკეთებს იმას რომ ქმნის რაღაცა პრობლემას და მე ამ პრობლემის მოგვარების გზებს თავაზობ. ოღონდ ეგ პრობლემა რამდენად არსებობს? ეგ ცალკე საკითხია. როგორც წესი ესეთი პრობლემა არ არსებობს ხოლმე. უბრალოდ თითიდან გამოწვეული პრობლემებია, რომლის მოგვარებაც, ჭყალებში მოგვარებაც ადვილია. იოდონ, რეალობაში კვლევებით რა აწუხებს ამორჩეულს? რეალობაში კვლევებით ამორჩეულს აწუხებს ის, რაც აწუხებდა ყოველთვის. ანუ ამორჩეულში რა გულისხმობ საქართველოს მოსახლეობას აწუხებს ისე უმუშევრობა, ის რომ ფული არ ყოფნის საჭმელზე, ჯანდაცვის სერვისებზე, ტერიტორიული მთლიანობა, ნუ გასაგებია ეხა ეს დევნილების თემა და ძირითადად ეს თემებია რა, რაც იყო ყოველთვის, იგივე თემები, რაც ყოფითი თემებია ახლა. უბრალოდ მე როგორც ხვდები ეს ითარგმნება იმაში, რომ ეხა ესენი კი ბევრს ვერაფერს აკეთებენ ამ მიმართულებით. მაგრამ ისინი უარესები იყვნენ და უარესები იქნებიან კიდე სხვებს თუ არა. აი ეს ისინი უკვე როგორი რაღაცაა, იცი? ანუ მე მიხსნია ოღონდ მაგას. ხო, ჯერ რაც არის, მაგრამ ჯერ ისინი დასრულდნენ 2012-ში, ანუ ამათი გონების გარდა ისინი მართლა ყველგან დასრულდნენ. ეხლა ყავლაშვილს სააკაშვილად მოიხსენებენ, ეხლა ხო, ანუ ახკმა არის თავად. მაგრამ მეორე უკვე თაობა წამოვიდა ცოტა რა, აი წარმოიდგინე ბავშვი იყო 3 წლის, 2009-ში დაბადებული, ხო? დღეს აი რამდენი, 3 პლუს, ხო, დაახლოებით 16. ხო? ჩემი უფროსი, რავი, 14-ნახევრისა 2011-შია დაბადებული რა, ანუ მალე საარჩევნო უფლება ექნება რა, ნაცი, ანუ არ იცი საერთოდ რა, ანუ სულიდან ახალი თაობა წამოვიდა. შენიეთ აი ქართული ოცნები ეგ პრობლემა იყო ამ არჩევნებზე სხვა შორის. Gen Z-ის ძალიან დაბალი მონაწილეობა რა და აი ზუსტად აქეთკენ მიყვას ამის კითხვა მინდა რომ ქართული ოცნების ამორჩევლიან ქართული ოცნება ვისთანაც მუშაობს რა აი ნაცებს რო იძახს ანუ ახალგაზრდა დავდება ხო ამორჩეველი აი დემოგრაფიულ ჭრილში ქართული ოცნების ამორჩევლის არის უფრო მეტად რეგიონის მოსახლეობა და რეგიონის მოსახლეობაში თან გულისხმობ უფრო სოფლის მოსახლეობა და არა დიდი ქალაქების და შედარებით ასაკოვანი ადამიანები. ანუ და შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები. მაგრამ ასაკი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხო? ანუ ასაკი ტერმინი წავყვანო, ანუ ისევ და ისევ ნაცებით შენ ხა, რავი, ჩემს შულს ვერ დააშინებ, ნუ აზზე არ რა ნაცებთან
მეორე მხრივ, ანუ 50 წლის ადამიანზეც რო იყოს საუბარი, ბიჭო, ძალიან ბევრი დრო გავიდა. ყველაფერი ამათ ხელშია და ეხლა ეს ნაცები უკვე ისე მოჩანს, როგორც სოციალ-ფედერალისტები რო იძახო, რომ აი ისინი მოდიან რა. თვალ ეგრე არ მოჩანს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია ის, უმრავლესობა არის ის, ვინც წინა ხელისუფლება ახსოვს კარგად და შეიძლება რაღაც ბევრი პერსონალური მიზეზი ქონდეს, რის გამოც არ უნდოდეს ან მათი მხარდაჭერა, ან მათთან რაიმენაირად დაკავშირებული ტიპების მხარდაჭერა, მაგრამ იგივე ლოგიკით მაგალითად არც ქართულ ოცნებას არ უნდა აძლევდეს ხმას, იმიტომ რომ მე ამასინად ვითვლიდი და რამდენი ნაცია ოცნებაში? უფრო მეტი ნაცია, ვიდრე თვითონ ნაციონალურ მოძრაობაში, ვინც იყო 2012-ში. აი, ზუსტად მაგის თქმა მინდა და ეხლა რომ დღეს რო აიღო ნაციონალურ მოძრაობაში რამდენი ადამიანი იყო 2012-ში, ვინც დღეს არის და პირიქით რა. მაგრამ აღქმას მათემატიკა არ აინტერესებს. ანუ შენს დაითვალე? კი, მათემატიკურად ეხლა ზუსტი რიცხვები არ მახსოვს, მაგრამ 2012-მდე ვინც იყო ნაციონალურ მოძრაობაში, იმათგან ის ხალხი რო აიღო დღეს ქართულ ოცნებაში უფრო მეტი ნაცია, ვიდრე თვითონ ნაციონალურ მოძრაობაში. თუ მე არ ვწდები. ნუ, ვინც ჩანს თორე ეხლა პარტიის წევრად შეიძლება მე უბრალოდ ეხლა ამ ადამიანის გვარი არ მახსოვს და ამიტომ გამოვიყენებ სხვას თუ არ ვწდები, ახლა თვითმმართველობის არჩევნებში ისანი სამგორის რაიონში, თუ არ ვწდები, სადაც ჩვენ კერ ვარკეთილში ლევან ხაბეიშვილის შტაბის ერთ-ერთი უფროსი, ვინც იყო, ის არის წარდგენილი ოცნების კანდიდატად და ასევე თავისუფალი ზონა თუ გახსოვს შენ იყო ეგეთი ორგანიზაცია, ანუ ეს ახალგაზრდები იყო. კი, ნაციონალურ მოძრაობის ახალგაზრდული თავისუფალი თაობა. პირობითად რო ხო და თავისუფალ ზონაში ვინც იყო კილაძე, თუ არ ვთქვი, ბესოქვია. ბესოკალაძე. კალაძე, მათ დიდი მადლობა. ბესო კალაძე გოდანის გამგებელი, ხო? ხო, ანუ და ეხლა ნუ რაზეა საუბარი? რომელიც ქოცების პირობებშიც კი კობახიძეს ლანძღავდა და ღარიბაშვილს აგინებდა მაგალითად. ქოცების დროსაც კი, ან 12-ში კი არ მოხდა მისი ტრანსფორმაცია, მერეც კაი ხანი. და მაგას გეუბნები, რომ აი ამაში ამათ სიყალბე რო ანუ საერთოდ შენ არ გჭირდება ესენი რომ სიყალბეში ამხილო, საერთოდ არ გჭირდება არც ცვატა, არც ზურა, არც არავინ, ამათ განცხადებები უნდა აიღო და უნდა დაადარო ერთმანეთს რა. ერთ დღეს რო ამბობენ რომ რაღაც შავია, მეორე დღეს ამბობენ რომ თეთრია, ერთ დღეს რო არის თავისუფალი ზონის წევრი, მეორე დღეს არის ქართული ოცნების წევრი, ერთ დღეს 2024 წლის პროტესტებში მონაწილეობს. მერე უეცრად წარმოდგება ქართული ოცნების რაღაც სიაში საკრებულოში და ანუ აი ნონსენსი არიან თავადაც გახეული, ანუ ყველაფერი ამის მტკიცება უწევთ ყოველდღიურად ამორჩევლის და ესაა უბრალოდ ისო ფსიქოლოგიას მივანდექით რომ ეს ამორჩეული მაინც ამას რატომ ჟარგონი რო ვთქვათ რატო ჭამს საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ ეს ინფორმაცია რომელიც მას მიეწოდება, ანუ მას აქვს რაღაცა სქემები ჩამოყალიბებული, მათ შორის პოლიტიკურიც, რომელიც სქემის შეცვლა ადვილია. ამიტომ ისინი ცდილობენ რომ ეს ინფორმაცია რომელიც ამ სქემასთან მიდის, სქემას მოარგონ ვიდრე სქემას შეცვალონ. და სქემას არგებენ რაღაცნაირად, რომ რა ვიცი, აი მოინანია და აღარ არის ნაცი, მაგალითად. მოინანია და აღარ არის კორუფციონერი. შეჭამა და მეც არ შეჭამს. ხო. ჭამას გადაეჩვევა. მაგრამ მან კიდე სხვა მომენტია. მან არის ეგეთი აღქმა, რომ კორუფცია რატომაც ჩვენთან არ ითვლება მძიმე დანაშაულად ხალხის თვალში. და მე მან ეგეთი ახსნა, რომ ყველა ფიქრობს, რომ მე რო იქ ვიყო, მეც იგივეს ვიზამდი. ამიტომ სხვაც რო იგივე შვება, უფრო მიმტევებლები არიან ხოლმე იმ ადამიანების მიმართ, ვიდრე იქნებოდნენ სხვა შემთხვევაში. მაგაზე მინდა ამორჩეველს და ზოგადად აი ესეთ ადამიანს იმედები გაუცრო, რომ პირველი ვერასოდეს იქნება იმ ადგილას, ვერასოდეს ვერ იქნება იმ ადგილას, რომ მოიპაროს, მეორე წმინდა მორალურად და ადამიანურად, ქრისტიანულად, ანუ პარავენ უმწეო მოხუცებს, ბავშვებს და მათ სინდისია, კორუფციის სინდისია. მან ჯაჭვის დანახვა ცოტა ძნელი უჭირს. ხო, ეს უნდა დაინახონ, ეს უნდა დავანახოთ, სხვა შორის, ესაა, რა ვიცი, ჩვენი ამოცანაც ადამიანების, ვინც საღადვაზრონებთ და რა ვიცი, საბოლოო ჯამში კიდე მაინც ძმრა დამოადენენ ცხვირში, იმიტომ რომ ვერც კი მიხვდებიან თავადაც ისე აღმოჩნდებიან არასწორ გუნდში, ეხლა რაც ხდება ოცნების შიგნით ხალხი რომელიც რავი რაღაც ბიძინას მზეს ფიცულობდა უეცრად მაინც ახლა ჯუანშე ბურჭულაძე არის კარგი მაგალითი ადამიანი deep states
ებრძოდაც იბრძოდა და მეორე ფრონტს ვიხსნიანო გინდა თუ არა. ხო, წინააღმდეგობას უწევდა იმ რა ქვია, ყალბი მალბოროს გამოშვებით ალბათ თუ არც რას უშვებდა. ხო, ნუ კორუფციაში მარტო ფულის მოპარვა ხო არ არის, ეხა მე რო სადღაც დავინიშნე, შენ რო ჩემი ახლობელი ხარ, ხელი უნდა გამიმართო. დაგნიშნე სადღაც არ გეკუთვნოდა და ეგეც ხო კორუფციაა, ნეპოტიზმი რა არის. ეგეც კორუფცია. აი ეხა ეგ მოსახლეობის თვალში არის, რომ როგორ კაცო აბა შენ რო დაინიშნო, მე რო დავინიშნო რა სხვანაირად ვიზამ? ყოველ შემთხვევაში შეიძლება ხმამაღლა ეს არ თქვას, მაგრამ აღქმაში ვამბობ, რომ ეს მძიმე დანაშაულად არ ითვლება. მაგას ვამბობ. მაგაში მართალი. მან უნდა დავანახოთ, დავუშვათ კიდე ეს ჯაჭვი, რომ მე რო დავუშვათ გზათა დეპარტამენტის უფროსად ვინიშნები და რავი, ჩემი ბიძაშვილი ლევანი რომ მოვიყვანო გზათა დეპარტამენტში რაღაც ინჟინრების გუნდი რო ჩავაბარო, ეგ მალევე ან საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა ვარიანტში ნიშნავს, რომ მის გზები ჩამოიშლება და იქ ვიღაც მოკვდება. ვიღაც გადავარდება. რა, ანუ შენ, როდესაც არაკომპეტენტურ ადამიანს ნიშნავ თანამდებობაზე, რა, მან გაცილებით მძიმე შედეგებზე იღებ პასუხისმგებლობას. კი. ხო და ეს ყველგანაა. რა, როცა იურისტს ნიშნავ, რავი, ინჟინერების უფროსად და ინჟინერს გენშტაბის უფროსად, არ გამოდის რა. საბოლოო ჯამში შენ ძალიან ცუდ შედეგებს იწვევ რა. პირდაპირ უნდა თქვა, რომ შენ ადამიანებს კლავ. რომ ეგ არის, მოკლა მარტო იარაღის შუბში მიშველა და გასროლა ხო არა? რანაირად არა. არასწორი რეგულირებით შეიძლება მოკლა ადამიანი, არასწორად გაკეთებული რაღაც, არასწორ ადგილზე დანიშნული ადამიანით, რომელმაც მე რაღაც გადაწყვეტა. რა გამოიწვია შოვის ტრაგედია? ხო, შოვის ტრაგედიაზე კიდე საინტერესო ის არის, რომ ზოგადად როცა ეგეთი რაღაცეები ხდება, წესიერი ხელისუფლება, ზოგადად ეგეთი ტრაგედიები ხდება ხოლმე, ხო, სხვაგანაც. მაგრამ რას არა იმ მიზეზებით როგორ ჩვენგან. ხო, წეს დარწმუნა მომხდარიყო ეგ. უბრალოდ მომხდარიყო რა შეიძლება მიწა ჩამოშლილიყო მართლა, მაგრამ იქ ადამიანი არ უნდა დახვედროდა. და როცა რაღაცა ხდება, წესიერი ხელისუფლება ცდილობს, რომ გაატაროს ღონისძიებები, რომ ეგეთი რაღაცები აღარ განმეორდეს. ჩვენ ვის შეუძლია თქვას, აი ქართული ოცნების ამორჩენელთანაც მაქვს იგივე კითხო, რომ თქვენ ახლა თავს მშვიდად გრძნობთ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, რომ დაცულები ხართ მაგისგან, რომ რაღაცა ღონისძიებები იქნა გატარებული, იმიტომ რომ მთელი სახელმწიფო მანქანა მსგავსი ტრაგედიების შემთხვევაში ერთვება იმაში, რომ რამენაირად ჩირქი არ მიეცხოს მოქმედ ხელისუფლებას, რომ რამენაირად მათ არ დაბრალდეს. აი თბილისში მომხდარი ტრაგედიებიც მაგის ერთი მაგალითია და ყველაზე ნათელი მაგალითია ის კალაძემ რომ წინა დღეს ვაკის პარკი გახსნა და მთელი ტაშფანდურით რომ აი ეს მერიამ და მერმა და კალაძემ გაუკეთა ამ ქალაქს და მერიამ აი ეს გაუკეთა და ეს აჩუქა ამ ქალაქს რომ ეს ვაკის პარკი და მეორე დღეს ბავშვი კვდება იქ ამ გახსნილ და გარემონტებულ და წესით უსაფრთხო და გაკეთებულ პარკში, ხო? და მეორე დღეს უკვე მე რა შუაში ვარ, ხო? ანუ მაგას ეხა ხმამაღლა ვერც ვიტყვი რა ქვია, როცა გაკეთებულს მიიწერ შენ თავზე და მე ის გაკეთებული ადამიანი შეიწირავს და ხელებს დაიბან, მე არაფერ შუაში არ ვარო და ვიღაცა მუშას შეაწმენთ ხელს, რომელსაც თავის წილი პასუხისმგებლობა ცხადი აქვს. და პასუხისმგებლობაზე ხო მაგას რა ქვია არ ვიცი. ზოგადად პასუხისმგებლობაზე როცა ვლაპარაკობთ, რა აბა ახლა კალაძე ციხეში უნდა ჩაგვესვა მაგის გამო? არა, რა თქმა უნდა, მაგის გამო რომ თქვათ იქ შეიძლება აღმოჩნდა რომ ვიღაცა მუშამ რაღაცა კაბელი არასწორად გადააერთა. მაგალითად მაგის გამო შეიძლება კალაძე ციხეში არ ჩასვა, მაგრამ პასუხისმგებლობა მარტო სამართლებრივი ხო არ არსებობს. პასუხისმგებლობა არსებობს მორალური, პასუხისმგებლობა არსებობს პოლიტიკური, რომლის გამოც მაგალითად მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ დასალურ ქალაქში მეორე დღესვე ქალაქის მერი გადამდგარი იქნებოდა მინიმუმ. აი მე ხა მოგიყვან მაგალითს ფუკუსიმას ატომური სადგურის 2009-ში იყო 2011. მოკლედ ჯერ კატასტროფული მიწის რა მოხდა. და მიწის რა არის ერთ-ერთი იმ სტიქიური მოვლენებიდან, რომლის პროგნოზირება შეუძლებელია. და ნუ ბუნებრივია რომ მისი შედეგების აცილება შეიძლება მხოლოდ იმ ხრივ რომ აი სეისმომედეგი შენობები გქონდეს. ხო, ეხ თურქეთში მაგალითად რატომ მოკვდა ამდენი ადამიანი, ხო? იმიტომ რომ შენობების სტანდარტი არ იყო, არ ელოდნენ. ხო, იდეაში ალბათ. ანუ სეისმომედეგი შენობები არ იყო, მაგრამ იაპონიასო დაუბრუნდით, ამ თავრობის პასუხისმგებლობა მიწისძვრასთან არაფერ შუაში არ იყო ეს ხალხი, ხო? სინძუაბე იყო თუ არ ვცდები მაშინ. და არც ცუნამისთან რომელიც მიწისძვრას მოხდა და მოხდა ის რაც მოხდა ფუკუსიმას ატომურ სადგურზე მოხდა კატასტროფა ხო გაჟონა რადიოაქტიური ნივთიერება 3 წლის განმავლობაში
თლიან მთავრობამ შეიმცირა ხელფასები. ეგ მახსოვს. ბუდიშები იხადეს. პარლამენტსაც შემცირებული ქონდა ხელფასები და საჯარო მოხელეებსაც კი ანუ ყოველს პროპორციულად ქონდა ეს ყველაფერი დაკლებული რა. ანუ მთელი 3 წელი ეს ხელისუფლება ბოდიშებს იხდიდა. ეხლა შენ საქართველოში იგეთ რაღაც თუ ვინახავ შოუში ხო მაგათად წინასწარ გაფრთხილების სისტემა იყო და სამონტაჟებელი, იმიტომ რომ მეწყევს ხო მიწისძვრა განსხვავებით. პროგნოზირებაც შეიძლება და პროგნოზირებულიც იყო. და დროც გზა აქვს გასავლელი. ხო, გზა აქვს გასავლელი, დროც გაცილებით უფრო მეტი გაქვს რა. და ჩვენი ხელისუფლებიდან ვერაფერზე შენ ბოდის ვერ მოისმენ. ვერაფერზე ვერ მოისმენ, თუნდაც რას იცი რომ უი შეიძლება შეგვეშალა. შეიძლება დამნაშავე ვიყავი. არა თუ იმას რომ აი ბოდიში დავაშავეთ. არა, აი შეიძლებაც კი არა. უბრალოდ პირდაპირ არის უთფარი მტკიცება. მე რა თოვლია, თოვლი მოვიდა. ახლა გურის დროს ხდებოდა მოხალისეების გაშავება. პირიქით ხდებოდა რომ იმ ხალხის გაშავება, ვინც დასხმარებლად მიდიოდა. თოვლია და რასიზმი. ხო, ნუ თოვლია. თოვლის აიდან უნდა იძინამ გამოუშვა თოვლი. ერთი კვირით ადრე იყო პროგნოზები, რომ თოვლი მოდიოდა. და ნუ თოვლი. ან ბათუმში რო უკვე, ახლა ბათუმში მაგალითად ტირალას მთა, ცნობილია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ამ ხელ ტერიტორია საბჭოთა კავშირში იყო. ნომერი 1 ნალექების მხრივ. ეხლა შენ რო იქ წვიმა გიკვირს რა. და ყოველ წვიმაზე, ჩვეულებრივ ბათუმურ წვიმაზე, ყველა მანქანა და შენობები რო გეტბორა. ხო, არის სტიქია და არის უბედურება, აბა რა ვქნათ. ნუ აბა ეხლა ხოლმე კარგ დარში სტიქია და უბედურება საუკუნეში ერთხელ მართლა. ყოველ წელს რო რამდენჯერმე ხდება, მაგას სტიქიური უბედურება აღარ ქვია. ხო, კი ბატონო. ეგ არის კანონზომიერება და რაღაცა წესრიგი უნდა მოაწყო ისე, რომ ამ კანონზომიერებას უპასუხო. ის რომ ახლა მაღალმთიან აჭარაში ზამთარში თოვლი მოვა მაგალითად ფაქტია ეგ ხო ახლა შარშან არ იყო შარშანწინ არ იყო თუ როდის არ იყო ხო ან ბათუმში რომ იწვიმებს ეგ ხო ახლა ჩვეულებრივი ამბავია ყველა მიცის არ ჭირდება მაგას დიდი პროფესიონალიზმი და დიდი ცოდნა ხო და აი ეგეთი რაღაცები თუ კი ხელისუფლების მანქანა მიემართება იმისკენ რომ გაცილებით ეფექტურიც და ეფექტიანიც მგონია რომ ეგეთი რაღაცები არ მოხდეს ვიდრე იმისკენ რომ თუ როცა ეგეთი რაღაცები ხდება მე ხელისუფლება გაამართლოს რამენაირად ხელისუფლება თავს იმართლებს ეს საერთოდ არ არის გასაკვირი მაგრამ აი შენ როგორ ახსნიდი მოსახლეობა რატო ამართლებს ამას აი ხშირად შეხვდები რომ აი ჩვეულებრივი მოქალაქე რომელიც ფაქტების წინაშე აყენებდა რომ ამის აცილება შეიძლება და აი ეს უნდა ყოფილიყო ასე უნდა ყოფილიყო აი ადგება და ან კომენტარს დაწერს ან გეტყვის პირობითად სუფრასთან რომ არ ამართლებს რა და რატო ამართლებს ხელისუფლების ყველა სისულელეს და ყველა არასწორ ნაბიჯს ჩვეულებრივი მოქალაქე რომელსაც პირადი ინტერესი არაფერი არ აქვს ეკოს შემიძლია რაღაცები ვივარაუდო ხა მაგაზე პასუხი არ მაქვს მაგრამ ზოგადად რაც მისაუბრია ადამიანებთან საბოლოო ჯამში მაინც იქეთ მივდივართ რომ აი კი ეგ ცუდია არ უნდა ეკნათ ეგრე არ უნდა მომხდარიყო ეგრე მაგრამ უკეთესი ვინ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ეს მეორე არის უფრო ფსიქოლოგიური მომენტი რომ აი შენ რო რაღაცები ბევრი რაღაცები გაქვს გამართლებული ამათი მერე გიჭირს საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში შესვლა და დამატებით ისეთი სიგიჟეების გამართლება შეიძლება დაიწყო, რომ პირდაპირ მაგით არ დაიწყებდი გამართლებას, ანუ პირველივე რო ეკ-ყოფილიყო. მაგალითად, ეგ ფაქტი რომ მომხდარიყო პირველივე, შეიძლება მაგიდან დამართლება არ დაგეწყო, მაგრამ ნელ-ნელა რაღაცა ის გაუტარე, კაი რა მოხდა ეხა რა უშავს. პატარა გადაცნობა, მერე უფრო მძიმე და საბოლოო ჯამში შენ თვითონაც ყელამდე შედიხარ ამ იმაში, რა ქვია, სიბინძურეში. და იწყებ მერე მაგის გამართლებას. იმიტომ თუ ეს არ გაამართლე, მაშინ წეგანაც ვახსენე საკუთარ თავთან გაქვს კოგნიტური დისონანსი. და მე მინდა რომ ქართული ოცნების ამორჩევლებს მიუმართო რაღაცა უთხრა, ხო, რომ თუ გვიყურებენ ალბათ რა ვიცი თუ ნახავენ, რომ პირველ რიგში მე არ ვთვლი იმას, რომ ქართული ოცნების ამორჩევლები და თქვენ ხართ რაღაცა ადამიანები, რომლებიც უნდა გავრიყოთ, გამარჯობა არ უნდა ვუთხრათ და არ ვარ ეგეთი რადიკალიზაციის მომხრე. მე როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს ნებისმიერი პარტიის მიმართ, ნებისმიერი პოლიტიკოსის მიმართ, კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ, ეს დამოკიდებულება ავტომატურად არ ვრცელდება მის ამორჩევლებზე. ესენი არიან ადამიანები, მათ შორის ბევრი ჩვენი ახლობელი, ნათესავი და ასე შემდეგ, რომლებთან ერთადაც ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, უნდა ვიარსებოთ, ერთად უნდა ვიცხოვროთ, ამიტომ ესეთი რადიკალური დამოკიდებულება არ მაქვს. ხო, ქართული ოცნების ამორჩევლების რაღაცებში მესმის, რაღაცებში შეიძლება დავეთანხმო. რაღაცები არის, რაც მესმის, მაგრამ არ ვეთანხმები.
ხო, აი მაგალითად თუ ეშინიათ იმის რომ აი ხა ნაცები თუ მობრუნდნენ და ყველას დაგვიჭერენ და გვცემენ და გაგვაუპატიურებენ და ასე შემდეგ, მე ამ შიშს არ ვიზიარებ და არ მგონია რომ ეს ასე მოხდება, მაგრამ ვიღაცებს ამის რატო ეშინიათ, ეგ შეიძლება გავიგო. თუმცა პირად საუბრებში რაღაცები ვქო. არის რაღაცები, რასაც არა თუ არ ვეთანხმები, არამედ საერთოდ ვერც ვიგებ. და რას ვერ ვიგებ? აი მაგალითად რო ავიღოთ, ვინ არიან ჩვენი ყველაზე უახლოესი და საყვარელი ადამიანები. ხო, რა ვიცი, მეუღლე, შვილი, მშობელი, ოჯახის წევრი, რაღაცა დედმამის შვილი, უახლოესი მეგობარი, ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს, ყველაზე მეტად გვაქვს მაგათთან ურთიერთობა, ჩვენ ამ ადამიანებს ყველაფერში ვეთანხმებით? ყველაფერი მოგწონს ამ ადამიანების? ხო, არა. რა თქმა უნდა, საკუთარი შვილის არ მოგეწონება ძალიან ბევრი რამე და შეიძლება რაღაც კონფრონტაციაში შეხვიდე, ხო? მე მაგალითად არაფერ არ მესმის, როგორ შეიძლება პარტიის მოგწონდეს ყველაფერი, როცა საკუთარი შვილის არ მოგწონს ყველაფერი და საკუთარი მშობლის. პარტიის როგორ შეიძლება ყველაფერი მოგწონს? როგორ შეიძლება ახლა წენა რაზეც ვლაპარაკობ, ცოტა ემოციურად ვთქვა, როგორ შეიძლება პარტიას ეთანხმებოდეთ ყველაფერში? ხო, არსებობს რაღაცა ღირსების და წესიერების მინიმალური სტანდარტი, ხო? მაგალითად ის რომ აი ხა ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე რო იყო ის დარბევები და ადამიანების დაჭერები და ცემები და ასე შემდეგ, მე არ ვამტკიცებ იმას, რომ ერთი მხარე ანგელოზია, უდანაშაულოა, არაფერი არ უქნია და მაინც მეორე მხარე დამნაშავე, მაგრამ კითხვა არ გიჩნდებათ იმაზე, რომ მარტო ერთი მხარისგან რატო არიან ადამიანები დასჯილები? ამაზე კითხვა არ ჩდება. აი ხო შეიძლება თქვა, მე არ ვითხოვ ქართული ოცნების ამორჩევის გქონდა, ხა თქვენ უარყავით თქვენი პარტია და გახდით რომელიმე სხვა ნებისმიერი პარტიის ამორჩეველი. რა თქმა უნდა, მე ამას არ ვითხოვ, მაგრამ ხო შეიძლება თქვა, რომ გამოხვიდე და თქვა, რომ კი, მე ვრჩები ქართული ოცნების ამორჩევლად, მე ვთვლი, რომ მიუხედავად ყველაფრისა დღემდე საუკეთესო პარტია საქართველოში, მე თქვენ გიჭერთ მხარს, მაგრამ არ მოსულა 19 წლის ბიჭის 5 წლის ციხეში გაშვება იმის გამო, რომ გადახვეული მუყაო პოლიციას დაარტყა ხელზე და ციტირება რომ მოვახდინო, მარცხენა ხელის არეში ქონდა შეწითლება. აი იყო პოლიციელის ჩვენებაში. არ მოსულა ის, რომ ნინო დათაშვილი ეხა რაღაცა გაუსაზრისით ტკივილებით უნდა იჯდეს ციხეში და უნდა ელოდოს წყობით პატიმრობას იმის გამო, რომ თავი დაიცვა გავეშებული მანდატურისგან. ხო, კადრები ვნახეთ. ეხა ეს ხო არ არის მოყოლილი ამბავი, რომ იმან ასე მომიყვა და ამან ისე მომიყვა. არ შეიძლება მზია ამაღლობელი 2 წლით, საერთოდ უფრო მეტი ემუქრებოდა, მაგრამ 2 წლით გაუშვა ციხეში იმის გამო, რომ 3 თითი ლოყაზე მიადო თუნდაც პოლიციას. და თუ ეს ყველაფერი კანონიერია, მაშინ კანონებია შესაძლებელი. მაშინ ეგ არ შეიძლება რომ ეს იყოს სამართლიანი. აი ეს მინდოდა ძალიან ის ტიპია დასასჯელი დაგდებულს რომ წიხლი დაარტყა დამეტებით და რო კინაღამ მოკლა ჟურნალისტი. ხო, ანუ აი ხა სპეცრაზმელი, რომელმაც ჟურნალისტი, რომელიც დგას მიკროფონით, თქვათ, ერთი შემთხვევა გურამ როგავას შემთხვევა და საერთოდ ზურგით არის მიტრიალებული პოლიციის მხარეს და რაღაცას ლაპარაკობს თუ არ ვიცი ხა კონკრეტულად რა შვებოდა და არსაიდან გამოდიხარ, მიდიხარ და არ უტყამდა აგდებ ძირს და როგავა რო გადარჩა. ხო, სრულიად შემთხვევითობაა. ხო, აი ყოველ დღე მადლობას უნდა სწირავდეს ბედს თუ განგებას თუ რას რომ შემთხვევითობა იყო ის ძალიან დიდი შანსი იყო რომ საერთოდ ვერ გადარჩენილიყო იქ ხო და ამის ან მაგალითად ძირს რო აგდია ყოვლად ასე განეიტრალებული დემონსტრანტი რომელიც არც იბრძვის არც წინააღმდეგობას გიწევს არც მაშხალას გესვრის არც ქვას გესვრის არა აგდია ძირს ისედაც დასესხლიანებული და მიდიხარ და წიხს ურტყამ კიდე სახეში ხო ეს რაში წერია და თუ ეს ადამიანი არ ისჯება რაღაცა 3 თითის მოქნევის გამო და გადახვეული ფურცლის მოქნევის გამო როგორ შეიძლება ადამიანი ახალგაზრდა ადამიანი წლობით გამოკეტო ციხეში თუ მან დააშავა სასჯელი ხო უნდა იყოს პროპორციული ადეკვატური იმისი რაც მან გააკეთა აი ეს მართლა არ მესმის აი ამას ვერ ვიგებ მე რასაც ვაკვირდები ამ ქვეყანაში თავარი პრობლემა არის არც ქოცი არც ნაცი არც რუსეთი არც ამერიკა და არც თავარი პრობლემა ამ ქვეყნის მოსახლეობის არის პრინციპულობა ანუ პრინციპულად თუ შენთვის მიუღებელი იყო ის რომ მიშას დროს აქციაზე დემონსტრანტებს ურტყამდნენ რაც იყო მიუღებელი გასაგებია რა იგივე პრინციპი რატო არ ვრცელდება ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ ის დემონსტრანტი შეიძლება შენთვის საწინააღმდეგო მოსაზრებას აგრძელოს აქ ხო აჟღერებს აქ ხო პრინციპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის ვის მიმართ ირღვევა ეს პრინციპი რა ზურას თუ ურტყამენ არა უშავს და აი ცოტას თუ ურტყამენ ეგ არ შეიძლება
აი ამას ვერ ვიგებ რა და მე საბოლოოდ მგონია რომ ეს ადამიანი რომელიც მაშინ აპროტესტებდა და ახლა არ აპროტესტებს ამ ადამიანისთვის პრინციპი არ ყოფილა მნიშვნელოვანი ყოფილა ის თუ ვის მიმართ ირღვევა კანონი ვის ურტყამენ თავში თუ შენიანს ურტყამენ მაშინ ცუდია და თუ იმას ურტყამენ ჯერ ვინ შენიანი არ არის ეგ ოკეია მაგრამ ასეთ ეს პრინციპებზე თუ თვალი დავხუჭეთ შენიანამდეც მოვლენ და მე შენამდეც მოვლენ ეს უსამართლობა ყველას შეეხება აბსოლუტურად ამიტომ ეს პრინციპის დაცვა არის მნიშვნელოვანი არ ვიცი ხა ცოტა ავღელდი და შეიძლება მაგრამ აი ესეთი რაღაცები მართლა არ მესმის. აი სანდრო გირგულიანის მკვლელობის საქმე და არა მხოლოდ მკვლელობის, მე მან თავარი ყველაზე მეტად ხალხი რამაც გააბრაზა იყო მკვლელობაზე ზემოდან სახელმწიფოს რა რეაქცია მქონდა. ანუ სახელმწიფომ რა რეაქცია მისცა ამ მკვლელობაზე, ხო? სანდრო გირგულიანის მკვლელობის საქმე იყო ერთ-ერთი გარდამტეხი და საკვანძო, რამაც მე 2012-ში ქართული ოცნება მოიყვანა ხელისუფლებაში. აი ეს იყო ერთ-ერთი საქმე, რომელიც აბსოლუტურად ყველა პროტესტს, რა თემაზეც არ უნდა ყოფილიყო პროტესტი, გასდევდა ფონად და დღემდე ეს არის დღემდე აქტუალური თემა, როცა თქვა წინა ხელისუფლების დანაშაულებებზე არის ლაპარაკი, ხო? კითხვა არ შეიძლება გაგიჩნდეთ, რომ სანდრო გირგულიანის საქმის მოსამართლე რომელმაც ის სასჯელი გამოუტანა, წყალებში სასჯელი დამნაშავე პირებს, რაც გამოუტანა და როგორც შეკერა საქმე, დღეს რომ თავარი მოსამართლეა და ლევან მურუსიძე ვთქვათ. ხო, ლევან მურუსიძეზე ვამბობ, მე მგონია რომ ყველა მიცის, მაგრამ გავაჟღერებ სახელება. ჩაბარებული აქვს მთელი სასამართლო კლანი და ვინც მაშინ კიდე სხვა მოსამართლეები იყვნენ, რომ აიწოვეს ამათაც. ამაზე მინიმუმ კითხვა ხო უნდა გაჩნდეს, პროტესტი თუ არა, რომ როგორ კაცო ჩვენ თუ სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ პირველ რიგში სამართლიანობა იქედან არ უნდა აღდგეს სადაც უსამართლო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და რაც უსამართლობები იყო და აი ხა ის კობახიძის ფრაზა რომ მაშინ ეს მოსამართლეები ცუდ საქმეს აკეთებდნენ და ახლა კარგ საქმეს აკეთებენ აი ხა ეგ ხო არა ფრაზით შეგეძლო ნიურნბერგის პროცესი ჩამოგეშალა და არ გაგემართლა რომ ეხა გეთქვა რომ კარგ საქმეს გააკეთებენ ნაცისტი დამნაშავეები ხო გერინგი ომის გმირი იყო საერთოდ პირველ მსოფლიო ომში და აიხმანი ვთქვათ იერუსალიმში რომ გაასამართლეს შეეძლო გეთქვა რომ ეხა ეს აიხმანმა მუშაობდა თავის არგენტინაში არაფერი აღარ დაუშავებია ხო 6 მილიონი ებრაელი კი შეიწირა მაგის მაქმედებმა და ახლა შეიძლება 6 მილიონი თავის ხელით არ მოუყავს მაგრამ მაგან მოკლა რეალურად მაგრამ აცი აღარ დახოცავს 45 წლის მერე რაც არგენტინაში იყო აიხმანს არაფერი აღარ დაუშავებია თავისთვის ცხოვრობდა იქ არაფერს რა უნდოდა ახლა იგივე ლოგიკით შეიძლება თქვა რა უნდოდა ამ მოსადსო ჩადიოდა ბუენოს-აირესში და იტაცებდა აიხმანს და მიყავდა რომელიც ხარხანაში მუშაობდა პრინციპულობას უძახი, ამას მე თანმიმდევრულობას დაუძახებდი და არსებობს ძალიან კარგი და ესეთი ხალისო ამბავი ზულუსებზე და კათოლიკე ქრისტიან მისიონერებზე, როდესაც ქრისტიან მისიონერები ცდილობდნენ ზულუსებისთვის აეხსნათ თუ რა არის სიკეთე და ბოროტება, ან კეთილი და ბოროტი ეს უმთავრესი პრინციპია ქრისტიანობის და როდესაც მათ ზულუსებს კითხეს რომ აი რა არის თქვენთვის სიკეთე უბრალოდ რა არის თქვენთვის ბოროტება? მათ თქვენს რომ ბოროტება არის, როდესაც ვიღაც მოვა და წაგუტაცებს, მოგპარავს ჩვენს ძროხებს. და იგივე კითხვაზე რომ რა არის მაშინ თქვენთვის სიკეთე? რომ სიკეთე არის, როდესაც ჩვენ სხვებთან მივალთ და სხვებს წავართმევთ ამ ძროხებს. და ანუ ესე არ უნდა იყო რა, ადამიანზე. ზულუსებზე ცოტა წინ უნდა წავიდეთ, მეც ვფიქრობ მაგრამ. ხო რა, ანუ არა მარტო ზულუსებზე, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოდი ამაზე წინ მაინც წავიდეთ. კი, იმიტომ რომ მე როცა შენ გიცავ ძალადობისგან პირობითად ან რაღაც ვეწინააღმდეგე შენ ძალადობას. მე იმიტომ კი არ ვაკეთებ ამას, რომ შენ მომწონ ხარ, გულზე მეხატები, მიყვარ ხარ და ასე შემდეგ. იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ იდეაში ცოტა შორს თუ გაიხედავ, პრევენციასაც აკეთებ იმისას, რომ შენ თავზე წარმოხდეს იგივე. კი, ეგ არის. მადლობა. კარგი, დიდი მადლობა ცოტას სტუმრობისთვის. ჩვენთან სტუმრად იყო ცვატა ბერძენიშვილი, თქვენ კი გამოგყვევით YouTube პლატფორმაზე. მისმინე, ასევე გამოიწვევით ჩვენი არხი Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე.